მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ყოველდღიურად პრინციპში ყველა გადაცემას ამით ვიწყებთ, რომ უფრო და უფრო ზეწოლას ახდენს დასავლეთი ჩვენს ხელისუფლებაზე და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება მტკიცედ დგას. აი ბეწვის ხიდზე გავდივართ, რასაც ქვია, იმიტომ რომ აი ერთი პატარა შეცდომა შეიძლება ძალიან დიდი რაღაც გარკვეულწილად პრობლემები წარმოშვას, მაგრამ ეს ეხლა რა პროცესებიც მიდის არის ცეცხლი რო ქრება და აი ქრობის პერიოდი არის უკვე, იმიტომ რომ დაიწყო აღმასვლა თითქოს და მე ნელა-ნელად უკვე ჩვენ ხედავთ, რომ აი ტემპი და ცეცხლის ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო, ამიტომაც იყო სააკაშვილი სხვათა შორის გუში გამოვიდა და გამწარებული იყო, რომ ამ ხალხსო რომ მოკავთო, რატო მოკავთო, თუ კი შედეგს არ დადგებთო და მე ისიც კი დაწერა, რომ რაღაცნაირად უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც ეს პროცესები მიდის და ძალიან კარგად ხვდება სააკაშვილი, რომ ყველაფერი პრინციპში მათ სასარგებლოდ არ მიმდინარეობს. გუში ჩვენ შევეხეთ იმ ბიზნესმენების განცხადებებს, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდნენ, განსაკუთრებით ეს ეხება მარგველაშვილს, რომელიც არის თბილღვინოს დირექტორი, კაცი, რომელიც რუსეთში ღვინოს ყიდის საკმაოდ ძვირად და ხელისუფლებას უპირისპირდება, იმიტომ რომ ესე იგი თურმე ჩვენ ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის. კაცი ყიდის რუსეთში ღვინოს და ხელისუფლებას უპირისპირდება, იმით რომ თურმე ჩვენ არ მივდივართ იმისკენ, ევროპისკენ. აი ესეთი ადამიანები ბევრი არის სამწუხაროდ ქვეყანაში, მაგრამ მე მაშინაც აღვნიშნე, რომ ყავს ჩვენ ბიზნესმენები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ ნამდვილად და ერთ-ერთი არის აი ეს პიროვნება, ვიზეც გუშინაც ვქვი და ეხლაც გავიმეორებ, რომ ეს არის სწორი პოზიცია. თქვენ გინდათ რომ ხვალ დადგეს ის დღე რომ აგაწიოკონ. აი გინდა თქვენ კარგად იждებით, მაგრამ დანარჩენებს ეკონომიკურ კრიზისში თქვენ საცხოვრობით, რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ აქამდე? 12 წლის სად იყავით? გახსოვთ რამ საერთოდ? დაისვენა ქვეყანა. არც ომში ხარ და არც უკრაინის ის არა გვაქვს სიტუაცია. ერთამის უკრაინაში მოგწონს რაც ხდება? უკრაინაში ომია, რომელიც დაიწყო მოგწონს თქო გეკითხე პასუხი. ომი არავის არ მოსწონს. მე რა უქნეს ქვეყანას ნახე? იგივე გინდა რომ აქ იყოს? იგივე გინდა? აწიოკება გინდა ამ ქვეყნით არ გამოგ ეკონომიკას არ უჩვენს. აი ეხლა ეს არის ნოშრევა ნამორაძე, რომელმაც სწორად უთხრა ამ ადამიანებს რა. ეხლა ბიზნესი ნამდვილად განიცდის ხელშეუხებლობას აი ეს პერიოდი, რაც არის ქართული ოცნება. არავის არ ავიწროებენ. არავის არ არიცხებენ ფულს სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში და რაღაც უაზრო პროექტებში. გახსოვთ სააკაშვილი ყველას აწერდა ფულს, რომ მე რაღაცა თავისი პროექტები განეხორციელებინა და მე თვითონ ლენტა გაეხსჭრა. ვინმე არის გინახია და ამბობენ რომ ბიზნესიო, აი ეს მარგველაშვილს მინა მივმართა. ეს მარგველაშვილი ცით რატო ამოვირჩი? აი ესეთი ნაძირლებს ვერ ვიტან რა. თვითონ რომ ერთ ადგილს რო ათამაშებენ, თან რუსეთში რო რაღაცას აკეთებენ და თან რო რუსეთს უპირისპირდებიან, რომ ვითომ რუსეთსკენ მიდის ქვეყანა. აი ამბობენ რომ ბიზნესიო, BMG არის ესეთი გადაცემა და გამოდი არის ბიზნესი განიცდის ხა. ბიჭო, შენ ხო აი ეს პროექტი ვერ გავიგე რო ახორციელებთ, არ აქვს ხვედია თქვენ. ბიზნესი როცა ახორციელებდა წნეხს, მაშინ თქვენ ხო ამ ქვეყანაზე დაბადებული იყავით, სოსკით ხო არ დარბოდით რა? ხო იყავით ამ ქვეყანაზე, მაშინ ხმას რატო არ იღებდით? ჯერ ერთიც ბიზნესი წნეხს რო განიცდიდა იქიდანაც ჩადა, რომ ყველა ღამის ნოტარიუსთან მიდიოდა და აფორმებდა წილს. თქვენ გინახიათ რომელიმე ბიზნესმენს აი ამ ხელისუფლების პირობებში გადაეფორმებინოს თავისი ბიზნესი სახელმწიფოს სახელზე. გინახიათ? ხო არ გინახია? და ათობით და ასობით ბიზნესი გადააფორმეს მაშინ იმ სააკაშვილის პერიოდში ბიზნესმენებმა სახელმწიფოს სახელზე. და როგორი წნეხი იყო ჩვენ ეხლაც რამდენი ბიზნესმენი განიცდის იმას, რომ ვერ იბრუნებს თავის კომპანიას. ერთ-ერთი არის მაგალითად ელიტ ელექტრონიქსი, ეს მფლობელი ანზორ ქოქოლაძე, კაცმა რომელმაც შექმნა ეს კომპანია და დღეს ხედავთ, რომ აგზელებს კვლავ ბრძოლას მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. იგივე მაგნატის მფლობელი, რომელმაც ვერ მიაღწია სიმართლეს. იგივე მაგალითად
ქიბარ ხალვაში, რომელსაც დაუწვეს ეს Procter & Gamble-ი ქონდა რაღაც სასამართლოსთან და სასამართლოს წინ დაუწვეს კომპანია. მე არ ვიცი, კიდევ მე პირადად ეხა უამრავი წვრილი ბიზნესმენის საჩივარი მაქვს შეტანილი, პროკურატურაში საქმეები მაქვს შეტანილი, რომლებიც დღესაც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. და დღეს გამოდის აი ეს ბიზნესმენები და ლაპარაკობენ, კაცი თან აი ეს მარგველაშვილი, ვინც ღვინოში ჩაგიფსითო, აი იმ კაცის გვერდით აპირებს დგომას და ის ხალხი, რომლებიც ბიზნესს ატერორებდნენ და აწიოკებდნენ, აი იმ ხალხის გვერდით დგომას აპირებს. სასწაული არის პირდაპირ რა. სასწაული არის პირდაპირ და არ ვიცი, აი მე იცით რა არის, თქვენ რო გიკვირთ ხალხო, სამსახურს ვერ შოულობთო. სამსახურს როგორ შოვით 1000-მდე ბიზნეს კომპანია უჭერს მხარს აი ამ ნაცმოძრაობის აქტივისტებს რუსთაველზე რაც ხდება. 1000-მდე კომპანია და პლუს კიდე სახელმწიფო სტრუქტურაში რამდენი ნაცია დასაქმებული და თქვენი ადგილი აღარ არის ამ ქვეყანაში. და სივებს რო აგზავნით ამ კომპანიებში, ამიტომაც ეხლა ყველამ კარგად იცის, ჯერ პირველ რიგში კითხულობენ პოლიტიკურ შეხედულებებს. როდესაც იგებენ რომ თქვენ არ ახართ ნაციონალი, ამ წუთასვე არ აგიყვანენ სამსახურში. და მე ყველაზე უცნაური იცით რა არის? აი ხა რესტორატორები, რესტორნის ფლობელები და სასტუმროს ფლობელები გამოვიდნენ, აქცია ჩაატარეს, რომ ჩვენო პრობლემები გვაქვსო, ჩვენო ფული არ შემოგდისო. შეტანოცულო, მე ვისგან არ შემოგდის, ვინ აწყობს აქციებს. რუსთაველზე რამდენი მაღაზია, რამდენი სასტუმროა, ცენტრალურ გამზირებზე არის თავმოყრილი ყველა ის VIP სასტუმრო და მაღაზია. ყველა დაკეტილია. და ვის გამოა დაკეტილი, რომ ვიღაცას 200-მა ნაძირალამ ჩაიაროს, ჩამოიაროს, ხან ესე იგი ცოლიანების მარში, ხან უცოლოების მარში, ხან სიდედრების მარში, ხან სიძეების, ხან მიშას ცოლების, მიშას საყვარლების და აღარ დამთავრდა რა. მერე გურულების მარში, მეგრელების მარში და რაღაცა იგონებენ რაცა სისულელეს. და მერე ხელისუფლების მიმართ აქვს პრეტენზია, რატო თანხები არ შემოგდის. კატასტროფული სიტუაცია, ეხა ბევრი ადამიანი ხდება ამ ახალწეს ჯიბე გამოფხეკილი, იმიტომ რომ აი ამ ოპოზიციის გამო, იმიტომ რომ აჭარაშიც, თბილისშიც დაჯავშტული იყო სასტუმროები, მილიონობით თანხა უნდა შემოსულიყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა რუსეთიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ევროპიდან, მცირე ნაწილი. და ყველა ხა ვინ ჩამოვა ამ არეულ ქვეყანაში, არავინ არ ჩამოვა, ხო? დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმართან ერთად. ხან ვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ლევან მამალაძეა ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ლევან. მოგესალმებით. მივესალმები მაყურებლებს, მედელებს, მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ. ბატონო ლევან, აი ხა რასაც ჩვენ უყურებთ, აი მინდა რომ შევეხოთ ამ ბიზნესის თემას რა. ესე იგი საქართველოს ინდუსტრიული ქვეყანა კი იყო ადრე, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა აღარ არის. ეს ფაბრიკა, ქარხნები, რომლითაც გუგუნებდა, ყველა ფაქტობრივად არა, მაგრამ დიდი ნაწილი დაიკეტა. ხო და ძირითადი ფინანსური ნაკადები, რითაც უნდა შემოვიდეს, ეს არის ტურიზმი, სასტუმრო, რესტორნები, რომლებიც ერთმანეთშია გადაჯაჭვული და ახლა აქ არავინ აღარ მოდის, იმიტომ რომ ქვეყანაში არეულობა. და ამ დროს ეს ხალხი, ვინც ამ ბიზნესშია დაკავებული, ისევ ხელისუფლებას უპირისპირდება, რომ თქვენი ბრალიაო, ესო რომ რაც ხდებაო, იმიტომ რომ გამოუშვითო ის ხალხიო, ვინცო ეს თბილისი გადაწვაო და არჩევნები ჩაატარეთ ხელახლა. ნუ ყველაზე არ ვამბობ, რომ ყველა ბიზნესმენი ამას იტყოს, მაგრამ რაღაც ნაწილი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოხდეს, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ ვატყობთ, რომ პარალიზებულია მთელი ქალაქი. მარტო ბიზნესს ხო არ ადგება ზიანი. ყველა მოქალაქე, რომელიც სახში ბრუნდება, ვერ ბრუნდება, იმიტომ რომ ისედაც საცობებია და კიდევ უფრო მეტად ჭირს მოძრაობა ქალაქში. ფული არ შემოდის, ტურისტები არ არის, არასტაბილურობა და ვისაც ფული ჩადება უნდა, კიდე ისიც არავინ არ ჩადებს, ასეთ არასტაბილურ ქვეყანაში ვინ უნდა ჩადოს ფული. აი გამოსავალი რა არის თქვენი აზრით, რომ ყველაფერს ხო დასაწყისი აქვს და დასასრულიც ხო უნდა ქონდეს რა? ეს ბოლო პერიოდში მიმდინარე სიტუაციები საკმაოდ ძიმედ აისახება, თქვენ სწორედ აღნიშნეთ ჩვენს ეკონომიკაზე და რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ხლა ჩვენ თუ შევხედავთ იმას, რომ ზოგს გონია, რომ რაღაცა მიტინგზე გამოხვალ და ეს ამით მიტინგზე გამოსვლით არჩევნები დაინიშნება, ხელისუფლება შეიცვლება, ან ეს ევროკავშირი ადგება და რაღაც სასწაულს მოახდენს, ნუ ეს ილუზიები მე მგონი ბევრს უკვე აღარ აქვს ჩემის აზრით, მაგრამ აი შეცდომაში შეყვანილი, ზეგავლენის ქვეშ შეყვანილი ადამიანები საკმაოდ ბევრია.
და მიზეზი ამისი არის ის არა მარტო პროპაგანდის მომენტი კი არ არის, არამედ მიზეზი ამისა ის არის, რომ ბევრ რაღაც მიმართულებაზე, ახალგაზრდობასთან მუშაობაში, განათლების სისტემაზე, იქვე ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობაში, კულტურის სფეროს წარმომადგენლების ურთიერთობაში, როცა ზოგიერთი ბიზნესმენი გამოჩება, არ არის მართალი, ზოგიერთი თეატრის დირექტორი გამოდის, ზოგიერთი წამყვანი მსახიობი და რეჟისორი გამოდის და ამბობს, რომ მივდივარ მიტინგზე, იმიტომ რომ მინდა ევროპაში, წარმოიდგინეთ, ესე იგი ეს ინტელექტუალური ნაწილი ხომ არის. და მიტინგზე გასვლით ევროპაში შესვლა ეს როგორ უნდა ახსნათ, მაგრამ ეს ერთი ნაწილია პრობლემის. მეორე, რატომ არ მოხდა ამ ადამიანებთან მუშაობა. ისეთ ხშირად ჩვენ ესე უყურებთ საზოგადოებას, ანუ რაღაც ტრიბუნიდან, მაღალი ტრიბუნიდან გამოსვლა, ტელევიზიით განცხადებების გაკეთება, თუ გნებავთ მე რაღაც სხვადასხვა ტელევიზიით ამ განცხადებების წერილობითი გაშიფრვა და ჩამოყოლება, რომელიც კეთდება, ესე იგი, ამით თუ ეს მოხდება ზეგავლენა საზოგადოებას საკმაოდ მცდარი წარმოდგენაა და ჩვენ დავინახეთ მიუხედავად დაგეგმილი სცენარისა, რომ უნდა სახალხო რაღაც ამბოხი მოხდარიყო, ეს ამბოხი ვერ მოხდა, მაგრამ ადამიანები ამ პროცესში ჩართულია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი შეცდომები არის დაშვებული. ეხლა როცა ვამბობთ ჩვენ, ესე იგი, ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ და ფაქტიურად შინაარსობრივად ჩვენ სახელმწიფოს უპირისპირდება, იმას კი არ ამბობენ, რომ მოდით ჩვენ ევროკავშირს მოთხოვოთ, რატო არ ღებულობთ საქართველოს, როცა საქართველოს სხვა კანდიდატთან შედარებით ბევრი დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და ფაქტიურად დააკმაყოფილა. იგივე უკრაინა თქვათ ის ომშია და ამით რაღაც შეღავათებს უკეთებენ. იგივე მოლდოვა, რომელსაც საერთოდ არც ერთი მონაცემი საქართველოსთან შედარებით და მაჩვენებელი, რომელსაც ევროკავშირი მოთხოვნების კუთხით უყენებდა, საქართველოსთან შედარებით აი ძალიან ჩამორჩენილი არის, ხომ? და ასევე ის კანდიდატები, რომელიც ბალკანეთის ქვეყნებშია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და სხვები. და გამოდის, რომ ჩვენ ხო ხვდებით, რომ ეს უსამართლო დამოკიდებულება და ყველა ჩვენთან არსებული პოლიტიკური ჯგუფები იმაზე კი არ თანხმდებიან, რომ მოდი ჩვენ ევროკავშირს მოვთხოვოთ და სამართლიანი მიდგომა მოვთხოვოთ, რომ საქართველოს მიმართ მართლა არ იყოს რა ორმაგი სტანდარტები და ჩვენ ქვეყნის მიმართ გადაწყვეტილებები მიიღონ, არა სანქციებით ომით, არამედ იმით, რომ სამართლიანად ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს მხარი დაუჭიროს. ეს ხო არ ხდება და ყველაფერი გადატანილი არის პოლიტიკურ ბრძოლაში. ყველაფერი პოლიტიკურ ბრძოლაში არის გადატანილი. და რა უნდა ვთქვათ ჩვენ, ესე იგი, იგივე მიტინგზე გამოსულ ადამიანს, რომელსაც ეს არაა გაცნობიერებული და გონია, რომ იქ რაღაც მაშხალას რო ისროდნენ აქამდე და აზიანებდნენ სახელმწიფო ქონებას და აზიანებდნენ, თქვათ, სამართალდამცავ სტრუქტურებს, მე ამის შედეგად თვითონაც დაზიანდნენ და ძალიან ცუდი შედეგები მივიღეთ, რაც დაუშვებლად მიმაჩნია და ეს ძალიან მძიმე შედეგები გამოძიებული და დასჯილი უნდა იყოს. არა აქვს ნიშნობა რომელ მხარეს ვინ დაზარალდა, ყველა მოძალადე დასჯილი უნდა იყოს. მაგრამ შინაარსობრივად ხო ხედავთ, რომ ჩვენ რაღაც აბსურდში შევდივართ. ეხლა დამოყვება კიდევ ამას. აი დავაკვირდეთ, ხო? არც ერთი პოლიტიკური პარტია არ აყენებს საკითხს, რომ მოთხოვნები დაუყენოს ევროკავშირს, რომ ჩვენს მიმართ რატო არის უსამართლო, ესე იგი, დამოკიდებულება. პირიქით, ეს პოლიტიკური პარტიები აკეთებენ იმას, რომ მოითხოვენ სანქციები დაუწესეთ. აი სანქციები დაუწესეთ და რატომ არის ეს ხო რაღაც სცენარი. ანუ ეს უკვე მეხუთე კოლონის დატვირთვა ზუსტად ეს არის. ანუ ის არის შეკვეთის შესრულება, რომ არა აქვს მნიშვნელობა რას დააყენებ, თავარია ხელისუფლება უნდა მოიშორონ, თვითონ უნდა მოვიდნენ. ძალიან მარტივად რო ვთქვა, ამაზე არის საუბარი და ჩვენ საზოგადოებას ხო კარგად უნდა ესმოდეს. ჩვენ არა ვართ იმ პირობებში, როცა ჩვენს მიმართ უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაც სამართლიანი მიდგომა იქნება გამოყენებული. მე მახსენდება ეხლა ამ სცენარიდან გამოვიდა, როგორ განვითარდა, ხო? ბოლო მომენტში, როცა დააყენეს საკითხი და აი როგორ ელოდებოდნენ, იცი რომ აი ვიზა ლიბერალიზაცია უნდა გაუქმებულიყო. ანუ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება იმიტომ უნდათ, რომ ეს ხელვარების ახალ ტალღას წარმოშობდა და ამ ახალი ტალღის ქვეშ კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდნენ ქვეყანას და აქედან გამომდინარე, თქვათ, ხელისუფლების შეცვლის რაღაც ახალი შესაძლებლობები გაჩნდებოდა. არ გავიდა ეს. არ გავიდა და ეს გააფორმეს ისე რომ რაღაც სხვა სანქციები თვითონ რაღაც ძალიან მძიმე იყო და მე მახსენდება კაია კალასის გამოსვლა, რომელიც ახლა საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებს განაგებს ევროკავშირში. მან თქვა, რომ ეს კი ვერ მივიღეთ, მაგრამ 29-მდეო, აი გაიხსენეთ, ყველგამდე ის გამოსვლა, 29 დეკემბრამდე კიდევ ძალიან ბევრი რამ მოხდება საქართველოში.
აღიარა ეხლა. წარმოიდგინეთ ეხლა სცენარი როგორა. გამოდის პრეზიდენტი, ჯერ ატეხებს მთელი ამბავი, რომ აი ეხლა გამოცხადდება პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელსაც უკვე გაუვიდა ვადა, გამოცხადდება ესე იგი მიტინგზე, შეკრიბეს ეგ მიტინგი და რა თქვა? რომ ჩვენ შევიკრიბებითო მეხუთე კოლონოსთან ერთადო და არჩევნების დღეზე ვიმსჯელებთ. აი ეს იყო შედეგი. აი რა მდგომარეობაში აყენებს ამ ხალხს, აი ცოტა რაღაცნაირად ხო უნდა გაიგოს, ამა რასთანა გვაქვს საქმე, ვინრისთვის იბრძვის. ანის ხალხი რომელიც გამოდის, ზოგიერთი ახალგაზრდა, ზოგიერთი რაღაცა სფეროს წარმომადგენელია, ზოგიერთი რაღაც საზოგადოებრივ ტელევიზიას უტევს რაღაც სიტყვას ითხოვენ და მისცენ ეს სიტყვა რამდენიც უნდა იმდენი ალაპარაკ უკეთესი მგონია. რამდენსაც უნდათ აი შევიდე უნდა დასვან და პირდაპირ ეთერი უნდა არის კიდევ დათმობილი. არა, პირიქით ვიზახ. აი რა ის ხო და დათმობილია, კი. დათმობილია მოზონი. პირველ რიგში კიდევაც ძიად. აი ესე არა. უნდა შევიდნენ, აი ვისაც უნდა სურვილი აქვს, ყველა უნდა გამო. ხო და ეგრეა. თავი უნდა დაიკმაყოფილონ. არ არის ეგრე. მე ესე გავაკეთე. პირველ რიგში სულ ეგრე ზიან. ხედეთ რომ არანდებთ. დედა გამეგრია. იქ ვიღაცები ხო დგანან და აი მე არ მომცეს. და ყველა დასვან და მასაც ვერ იზამენ, ამათ რო ეხა ესე გაუშვა, იქ ოკრება ხო არ არის. ეხა ზუსტად ეგ არის. ზუსტად ეგ სხვა რა არის? აბა ეს არის მეტი რა თქვენ სწორედ აღნიშნეთ. რატო ვამბობ ამას ეხა ჯამში? ესე იგი სცენარი როგორ იყო რომ ესე იგი დაძაბულობა შეექმნათ ვერ ქმნიან ამ დაძაბულობას და ეხლა 29-ში როცა უნდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდეს, მანამდე იქნებ რამე შეძლონ. იმაზე აქ საუბარი. რა უნდა შეძლო? ხო, მაინც ვერ შეძლებენ, ჩატარდება ეს ინაუგურაცია და შედეგად რას მივიღებთ, ხო? სალომე ზურაბიშვილი არჩევნების დღეს ვერ აცხადებს, ანუ თავი შეიწყვეტ, რომზე გამოაცხადოს ის სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს და ეხლა შეიძლება ისე აღმოჩნდეს სააკაშვილის გვერდით მიჯდეს. არა, არაფერი გამორიცხული არა, ჩვენ რაღაც გონია რომ კაი სანახავ იქნება. არა, როგორ იცით, ზოგს გონია რომ რაღაცა რეგალიები ადამიანს როას ის რაღაცა უპირობო ჭკვიანია და მისი სიტყვა ან ბოდიში ეხლა ბატონლევან, აი საზოგადოებაში არის მიღებული ესეთი დოქტრინა, რომ ესე იგი თუ ახალგაზრდა ხარ, ახალგაზრდამ პასუხი არ უნდა აგოს, ეს ხო მომავალი თაობაა. იმ გუშინაც ვამბობდი, იმ ახალგაზრდებმა დაამხეს 92-ში ხელისუფლება. ახალგაზრდები უწევდნენ მთავრობის სასახლეს. ხელოვანებმა თურმე არ უნდა აგონ პასუხი. ვიღაცა ჭიჭინაძეა დაჭერილი, არ ვიცი მე ვინ არის ეს რა გაუკეთები არა შეუქმნია. ანდრო ჭიჭინა არაო რატო დაიჭერეთ. ბიჭო, იგივე ის ხელოვნები იყვნენ ჩართული და თქვენც კარგად იცით იმ სახელმწიფო გადატრიალებაში, რომელიც მოხდა 90. ხო და ინდულგენცია, არც სახიობობა, არც ახალგაზრდობა, არც პრეზიდენტობა. თუ სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადებს იმას, რომ რაღაცა ხელახალ არჩევნებს, ან რაღაც სისხლის უკვე ფაქტობრივად იმუნიტეტი აღარ აქვს. აქამდე იმუნიტეტი იცავდა, ხო? და პრობლემა იყო მისი დაჭერა. ეხლა უკვე ინაუგურაციის მერე დაადონ ბორკილი და ეხლა ზოგი რო ამბობს, ეხლა მეორე პრეზიდენტსაც დაიჭერთ, მეორე კი არა, მესამეც უნდა დაიჭიროთ, თუ კი დასაჭერი იქნება. რატო რა, ვერ გავიგე, რამე ის არსებობს ისა, რაღაცნაირად, რაღაც სისხლის სამართლის ალტერნატიული კოდექსი თუ რა ხდება. და ეს ის არის, გესმით რომ ბოდიშ და ეს იმიტომ მივიდი ჩვენ ამ სიტუაციამდე რომ დაუსჯელობის სინდრომი არის ქვეყანაში. აი ხა ეს რაც ახლა ხდება, ვინმეს რო გაეკეთებინა მიშას დროს, თქვენ წარმოგიდგენიათ რომ პოლიციელების ეგრე შეურაცხყოფა მიეყენებინათ, რომ პარლამენტი რო ესე ცეცხლი რო გაეკიდე. ხო გადაწვავდნენ და გადაბუგავდნენ ისინი მთელს მის მოდგმას, არა, ეგ რომ მიშას რეჟიმის წინააღმდეგ ვინმეს გაეკეთებინა, რასაც ახლა ესენი ბედავენ რა. ახლა უყურეთ მანიპულაციის მაგალითები თქვენ ბრძანეთ, ხო? ახლა იგივე სააკაშვილის დროს აქციის მონაწილეებს, მიტინგების მონაწილეებს არანაირი შეტევა პოლიციელებზე არ განუხორციელებიათ. სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობებისა თუ ქონების მიმართ დარღვევა და დაზიანება და განადგურება არ გაუკეთებიათ. იქ იყო ის ხალხი, მაშინ კარგად გახსოვთ კადრები და თავს დაესხა პოლიცია. აქ აი ეს ერთი მაგალითი. მეორე მაგალითი, როცა ეხლა რა ხდებოდა. თავს ესხმოდნენ მომიტინგეები და ეს ადამიანები ესროდნენ, წვავდნენ, კოქტეილების ისროლეს და ის მაშხალებს ისროდნენ და დაზიანდა ადამიანები და ამის შემდეგ ხდებოდა აი ამგვარი ძალადობრივი მოქმედების ჩახშობა და რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცამ რაღაც გადააჭარბა, მაგრამ შედარება ხო უნდა მოხდეს ამასთან დაკავშირებით. ეხლა თქვენ ბრძანეთ 92 წელს. 92 წელს
როცა იყო ეროვნული ხელისუფლება, მე მაშინ სტუდენტი ვიყავი და უბრალოდ 91-92 და მე პარლამენტის წევრი გავხდი, კარგად მახსოვს ესები, ჩემი ახმა ცოტა სხვანაირი იყო, ცოტა ესე ვიტყოდი, რომ არ იყო სიღრმისეული, იმიტომ რომ მაშინ ხელისუფლება რაღაცა თავის ნაწილს მოწყდა. დიდი გავლენა იყო სხვა ქვეყნების, ხო? იქ ხა ზარბაზანი რომ მოიტანეს სახში ედგა ვინმე, ან კიტოვანს, ან ჯაბაიოსელიანს და რო ესროლეს თავრობის შენობას, ეს ხო დაგეგმილი იყო სამხედრო რაღაც ჩარევის მომენტები იყო და რა თქმა უნდა ბევრს არ ესმოდა რაზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ის რომ მაშინდელმა ხელისუფლებმა საზოგადოების ერთ ნაწილთან, მათ შორის კულტურის სფეროსთან, რომელსაც მაშინ დიდი გავლენა ჰქონდა ინტელიგენციას, ესე დავადგა, კონფლიქტში მოვიდნენ და არ იმუშავა ხელისუფლება. დღესაც მინდა გითხრათ, მაგალითი მომყავს. საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან არ იმუშავა ხელისუფლება. აი ახლა რო შეხვდეთ ბიზნესმენებს, თქვენ მაგალითი აჩვენეთ, ხო? რატომ არ იყო შეხვედრა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან? რატომ არ ტარდებოდა ეს შეხვედრები? მათ შორის ის ადამიანი, რომელიც შეიძლება გაგაკრიტიკოს, მაგრამ შენ ხომ აუხსნა შენი პოზიცია, ხო? რატოა სახელმწიფო ამ დგომაში? რა საფრთხეები არის? ანუ მუშაობის წარმართვა იგივე ექიმებთან, იგივე სპორტსმენებთან და ასე შემდეგ. რატომ ზოგიერთს რო უყურებ, ისეთ ადამიანს ხედავ ამ ხო შეიძლება რაღაცა ინტერესი წავდ გამოყვანილი, მაგრამ იმისი გამოჩენა მაჩვენებელია იმისა, რომ რაღაცა ნაკლოვანები გაეპარა ხელისუფლებასაც. ესეც უნდა ითქვას. ამიტომ მათი მუშაობა იმით კი არ უნდა იყოს მარტო ისე განსაზღვრული, რომ რაღაცა კაბინეტიდან და ტრიბუნიდან განცხადება გააკეთო. მუშაობა ჭირდება. ქალაქის ხელმძღვანელი იქნება, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი იქნება, სოფლის წარმომადგენელი, მას უნდა კონდეს ის ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობამდე დავა და კარგად აუხსნის ყველას რა მდგომარეობაში ვართ. და მდგომარეობა მარტივი არ არის. მე რატომ ვამბობ ისეთ რომ კი გავაკეთებ ჩვენ ანალიზს, აი შევხედოთ რა ხდება მსოფლიოში. დავაკვირდეთ, მთლიანად იცვლება ყველაფერი. აბსოლუტურად განლაგება გეოპოლიტიკური გავლენების, წამყვანი სახელმწიფოების ინტერესების ღვევა გამოიწვია ამან და აქედან გამომდინარე გადალაგება მიმდინარეობს. გამოიკვეთა ჩინეთის ინტერესი, რუსეთის როგორც აი ყველაზე გამოკვეთილი სამხედრო ძალისა, რაც ფაქტია, ხომ? და შეერთებული შტატების, რომელიც იყო ჯერ ლიბერალური ტალღის ყველაზე დიდი გამავრცელებელი და ეხლა ტრამპის მოსვლით აბსოლუტურად სიტუაცია იცვლება. და ამან შეიძლება ევროპაზე იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინოს, რა დარჩება ევროპისგან კაცმა არ იცის და ჯერ კიდევ უკრაინისგან რა დარჩება კიდე კაცმა არ იცის. და ამ სიტუაციაში ხა რას უყურებთ ჩვენ? აი კარგად შევხედოთ. ევროკავშირის ესეთი რისხვა რამ გამოიწვია რეალურად. იმიტომ რომ საქართველოს წავიდა ლიბერალური ესე იგი მოძრაობის წინააღმდეგ. და ეს ის ქვეყანაა, რომელიც არ არის დაცული, პატარა ქვეყანა და როგორ გავბედეთ ეს. ანუ ამ ლიბერალური გავლენების სქემამ მთლიანად შეარყია საქართველოს პოზიციას, ეს შეარყია და არ გვპატიობენ ამას. და იმიტომ არის ეს უდიდესი დაფინანსება, ეხლა ისიც კი გამოაცხადეს, რომ რაღაც 120 მილიონზეა თუ არ ვთქვი ლაპარაკი, რომელიც ევროკავშირიდან უნდა მიიღოს საქართველოს და იძახიან ჩვენო არასამთავრობოების უნდა რისთვის აძლევენ. რისთვის აძლევს ევროკავშირი ამ თანხას თავისივე დაქირავებულ არასამთავრობო პირდაპირ გადატრიალებაზე. მაშინ საჭირო ყოფილა ხო კანონი, რომელიც მიიღეს. რითი უნდა დაიცვა სახელმწიფომ თავი? ან რატო ებრძვიან ან კანონს, ან სახელმწიფოს, რომელიც ცდილობს თავი დავიცვათ, ხო? ჩვენ ხო უამრავი ისტორიული მაგალითები არა, თქვენ რო თქვით ბატონ ლევან, რომ მაგალითად ხელისუფლება არ ელაპარაკებაო მას პროფესიულ წრეებსო. არ ვიცი, იყო შემოთავაზებები. აი მაგალითად ეხლა პრემიერმა უთხრა, აი სპორტსმენებზე რო არის საუბარი, ხო? უთხრა შოთა არველაძე გამოვიდა იქ აქციებზე, რომ აი ხელისუფლება იქ სხვა გზით მიდის და უთხრა მობწანდით, მოიყვანეთ ხალხი, თქვენ ვიც საკავთ. ეხლა იქ ვერცით რა არის, იქ ისეთი ჭრელი საზოგადოება, რომ იქ ეხლა ზოგი ხელოვნების ის ქვეშ არის ამოფარებული და ხელოვანი საერთოდ არ არის. ესენი ხელოვანს რას ეძახიან, მე არ ვიცი, ჯერ ეგერთი ან რა შეუქრიათ, ან რა გაუკეთებიათ, ხელოვანი ვარო, იძახის კაცი და არაფერი კავშირი არ აქვს. პოეტი ვარო და პორნო პოეტის ის არის ფუძემდებელი. ხო და უთხრა არველაძეს, მოიყვანე შენ სპორტსმენები, აი ხო ხახართ მანდა და დავილაპარაკოთ, მიიწვია პრემიერმა, კაციშვილი არ მისულა. ხელოვნების მუშაკებზეც იყო ამდაგვარი რაღაც მოწოდებები, მაგრამ ესენი როგორ არიან, იცით? აი ხა მივიდნენ იქ პირველ არხზე, ხო, მიიპატიჟეს. ესე იგი, დიალოგი კონსტრუქციული კი არ გაიმართა. დათ აი თქვენ რო თქვით, უნდა და ყველ დათმობილი აქვს დღე და ღამე პირველ არხზე არიან ეგენი ნაცები. დღე და ღამე და გამოდიან დათმობილი აქვს იმ სიგიჟეებს ლაპარაკობენ რაც უნდა და ეს დიქტორი ხა ცინცაძე იმ დღეს ის მაკა ცინცაძე ის და უყურებდა როგორ აგინებდნენ ლანძღავდნენ ცალკე ისა
და გამოვიდა ეს ქალბატონი წინსა და თქვა მე აგერ სიამაყო მინდაო მაგალითად მოვიწვიო სხვადასხვა წარმომადგენლები ოღონდ არა ნაცები რა აქ თამხარის წარმომადგენლები აი ეს ექსპერტები რომლებიც აი საზოგადოების ინტერესს ვერ მოვიწვიო იმიტომ რომ ბორდი არ მაძლევს უფლებას ხანუ წარმოგიდგენია თქვენ პირველი არხი მე საჭარის არხი ეს ისინი ყველაფერი ამათ ხელშია. აი თქვენ რო თქვი, სახელმწიფო ისა თეატრის წარმომადგენლები არიან, კაცო. სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან და იყენებენ ამ სახელმწიფოს შენობებს იმისათვის იქ რო აი ეს დივერსიები განახორციელონ. მე ვფიქრობ, რომ მაგათთან დიალოგი კი არა, ცოტა ძალისმიერი მეთოდებია საჭირო, იმიტომ რომ პირველ რიგში რო შეიჭრნენ იქა ცემატყე პატეხეს, ლამის გალახის ხალხი, იქ რო მივარდნენ კიდე პარლამენტი რო ლამის გადაწვეს. რაღაცა მე მგონი აი შევარდნაძის პერიოდს არ გვაგონებს, რომ ცოტათი ლოიალური, აი შუქების გამორთვა ხდება ეხლა მაგალითად ენერგოპრო. გახსოვთ შევარდნაძის დროს შითიშავდნენ შუქს და გაზს და მერე რომ მოვიდა სააკაშვილი და ვითომ ახალი ელექტროსადგური და თბოელექტროსადგური აჩენა უცბად. ხო იცი, იყო უკუნითი და გაჩნდა ისაო, ხო და ესე იგი მოვიდა სააკაშვილი და შუქიც გაჩნდა და გაზიც და სპეციალურად არ უთხეს ფიდერისად იყო, ფიდერი. ხო და ყველაფერს თიშავდნენ, იგივე არის ეხლაც. ხო და რაღაცა იცით მაშინ აი ეხა ერთი განსხვავება წინა ხელისუფლებასა და ამ მე ეხა ყველას პატივს ავცე მაგრამ ჩვენ გვახსოვს იმ პარლამენტთან როგორ შეაფსილეს ჩაის როსვამ და შევარდნაძე ეს მთელი ეს ნაცმოღვაწეობა ხო თუ დღევანდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკკვეთა მათი შესვლა პარლამენტში რომ მაშინ რატო ვერ აკკვეთეს არა და აქედან გამომდინარე ცოტა კაცრი ხელი ხო არ არის საჭირო ბატონ ლევან იმიტომ რომ მე არ მინდა რომ ის განმეორდეს რაც 92-ში და 2003-ში მოხდა მით უმეტეს თქვენ 2003-ის უშუალო მომსწრე და თვითხილველი ხართ ჩემი პოზიცია არის ძალიან მკაფიო მაგასთან დაკავშირებით კაცრზე არ არის დარც ლოიალურზე უნდა იყოს კანონის უზენაესობა. კანონს ვიძახი, ხო, აბა კაცრი ხა ჩვენ დახრეტას ხო არ ვითხოვთ. არა, მე რატომ მინდა ისეთ გავმარტო, ჩვენ არ აქვს მოგეთხრეს კანონის უზენაესობა, პირდაპირ გეტყვით. იმიტომ რომ ყველა ამას უკეთებს თავისებურ ინტერპრეტაციას. ზოგის მიმართ ყველაფერი არის საშინლად მკაცრი, ზოგის მიმართ კიდე აბსოლუტურად ლოიალური. ეს არასწორია. ეს ბადებს ძალიან ბევრ პრობლემას პირდაპირ გეტყვით. ეხლა როცა თქვენ ბიზნესმენებზე ამბობდით, ხო? ფაქტი არ არის, რამდენ ბიზნესმენს დაუბრუნეს თავისი ქონება. რამდენ ადამიანს დაუბრუნეს საპროცესო გარიგებით წართმეული ქონება და ფინანსები და ერთადერთი ბინები და აი რამდენი ათასობით ადამიანი და თუ კი ჯამში დათვლით მე ერთხელ მქონდა აი რაღაც ესეთი მიახლოებითი გათვლი მილიარდობით ლარი არის საპროცესო გარიგებით წასული ბიუჯეტში კი არ არის შესული მე და გავახსენო სად ბიუჯეტში არ არის ეს არის წასული კერძო ფონდებში ერქვა პოლიციის ფონდი პროკურატურის ფონდი თავიდან საერთოდ ფირმებში უშვებდნენ და მერე ვითომ რაღაც შეალამაზეს და კერძო ფონდები და ბიზნეს თავისუფალი იყო ბაშტური პროკურატურა ვისია დღეს ხო ხელისუფლების არის რატო არ არის ეს გარკვეული ვის აფარებენ ხელს არ არიან ეს ადამიანები ზოგიერთი თანამდებობებზე დღესაც მუშაობენ და ხელისუფლების სახელით გამოდიან და ქვემოს მერე ძირს უთხრიან და სხვადასხვა უწყებებში პეტიციებს აწერინებენ ხელს და თვითონვე უშვებენ ამ მიტინგებზე ვინ არის ამაზე პასუხი თქვენ ახართ მე ვარ აი ეს არის და როცა არის ლაპარაკი კანონის უზენაესობაზე რატო არ მიეცა ამადემ როცა ჩვენ გვინდა რომ რაღაც ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია შევიმუშაოთ რატო არ არის თანაბარი პირობები კანონის მიმართ ეს უდიდესი სისტემური პრობლემა არის როცა თქვენ ბრძანებთ მაგალითად პრემიერმა მოიწვია ძალიან სწორი გააკეთა როცა ახალგაზრდები გამოვიდნენ და მათ რაღაც აი უკვე ძალადობრივი პროცესი დაიწყეს სწორი ნაბეჯი იყო პრემიერმა მიმართ მოდით მითხარით რა გინდათ და ჩვენ გაგცემთ პასუხს ეს მოხდა კრიზისულ მდგომარეობაში მაგრამ კრიზისულ მდგომარეობამდე ვინ იმუშავა სად იყო აი მაგალითად ელემენტარული პრევენცია უნივერსიტეტებში რა ხდება ლექტორები ვინ არიან რა სასწავლებელი არა რატომ ანუ ლექტორებთან ვიღაცამ ხო უნდა იმუშაოს ეს ერთი მეორე კულტურის სფერო განათლების სფერო ჯანდაცვის სფერო სოციალური სფერო სამინისტროებია უწყებები არსებობს რამე საკონსულტაციო საბჭოები სადაც ამ ხალხს დაუძახებენ აზრს კითხავენ შენ თუ შენი ადამიანი არ გახადე სახელმწიფო მართვის პროცესის თანამონაწილე მოსაზრებების მიწოდების დონეზე მაინც ის მერე
გაგინაწყენდება და მოგიტრიალდება უკან. ეს არ არის გაკეთებული. ხო უნდა ვთქვა ჩვენ სიმართლე. რატომ არის ეხლა დღევანდელ მდგომარეობაში ყველას კარგად ეცმის. აი ჩვენს გარშემო რამდენი ადამიანი ტრიალებს და ჩვენ ვამბობთ რომ ხმა მივეცით ოცნებას, ხარი დაუჭირეთ ჩვენ სახელმწიფოს, მაგრამ რაღაცა წენა ბრუნდება ეხლა ან დაამყარეთ წესრიგი, ან რაღაც გადაწყვეტილება მიიღეთ, გამიგეთ? ბატონო, აი წესრიგის დამყარებაზე, ხა ჩვენ ხო ესე უსასრულოდ აი რითაც დავიწყე, ხო არ დაველოდებით ამას ესენი რო ქვეყანას დაანგრევენ, არა? ხედავთ აგე, ესე იგი გადაკეტილია რუსთაველი 6 საათიდან, კაციშვილი მანქანით ვერ გადაადგილდება, ხო და ახლა მე მკაცრი ხელი, იმიტომ ვთქვი რომ ძელზე გაკვრას ხო არ ვითხოვთ. უნდა დაისაჯონ ეს ხალხი, ხა ჩვენ ახლა იმას ჭიშით რომ ვაიმე დასავლეთი რა სიტყვის, ვაიმე ის რა სიტყვის, ვაიმე ეს რა სიტყვის, ვინ დაუშვებს იმას რომ ცენტრალური გამზირი იყოს გადაკეტილი პარიზში ან ბერლინში ასეთ 26 დღე, ხო? ხო არ შეიძლება. ეხლა კაი ახალ წელს ეხლა ალბათ ეგენი ჭაბასმაზე გადავლენ და ცოტას მოიკოჭნებენ ალბათ. თუმცა არც ის არის გაბორიწყული ახალ წელსაც იყოს გადაკეტილი რუსთაველი, ხო? მაგრამ ფული ხო აკლდება ქვეყანას, ხაზინაში ფული ხო აღარ შედის ამ ტურიზმიდან, იმიტომ რომ ვინ ჩამოვა ნორმალური ეხლა ამ ქვეყანაში, ხო და მე მგონი რომ აი ეს უკვე მე პირადად ამაზრზე ვარ რომ ეს ტელევიზიები, ნაც ტელევიზიები, რომლებიც პროპაგანდა, ანუ პირდაპირ მოწოდებებია ანტიკონსტიტუციური, უნდა დაიკეტოს. ეს უნივერსიტეტები, როგორც აი თურქეთში მოხდა, ფეთულა გულენისთან დაკავშირებული უნივერსიტეტები, ყველა აიგზალა, უნდა აიგზალოს ის უნდა აიგზალოს უნივერსიტეტები, გაძევებული უნდა იქნეს ეს ნაცები, ტელევიზიები უნდა დაიხუროს, იმიტომ რომ ეს ტელევიზიები სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან და პარტიებიც, რომლებიც არიან ამაზე მოწვეული. სხვა ერთობა შეუძლებელია. არ ვიცი, აი მეთანხმები თუ არა, აბა ეხლა თან მე ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონიერად, რა თქმა უნდა, ისე რომ როგორც არის. ეხლა შევარდნაძესაც უნდა სხვათა შორის რუსთავი 2-ში შესვლა, იმიტომ რომ დანაშაულება რა არ მისცეს უფლება, ხო გვახსოვს რა? მაშინ ეს აღიქواس როგორც დემოკრატიაზე ხელის აღმართვა და ამ დროს რუსთავი 2 რო გამორთულიყო, შეიძლება არც არაფერი მომხდარიყო, იმიტომ რომ ერთი კითხვა იმ შალიკო ნატელაშვილმა, რომ ეს ჰიტლერს რო ქონოდა რუსთავი 2 გერმანელები ვერც გაიგებდნენ ომიო წააგესო და რუსთავი 2-მა არ გააკეთა ვარდების რევოლუცია 2000-ში? ჰიტლერს არანაკლები საშუალება ყავდა გებელსის მეშვეობით. ხო, მაგრამ ნუ ეხა ეს პირობითან. ხო, ხა რაცაც თქვენ ბრძანებთ, იცით, აი ძალიან სწორი აქცენტი არის მედია საშუალებების გავლენა საზოგადოებაზე, რამხელა გავლენას, манипуლირებების საშუალებები. აი დღეს ჩვენი საზოგადოება იმდენად დაზიანებულია, რომ ორ ნაწილად არის გაყებული. ორი რეალობა გვაქვს, მოდი ესე ვთქვა. სად არის ბევრი და სად არის ნაკლები, მოდი ამას ნუ გავარჩევ. ერთი რეალობა ეს არის იმედის რომელიც უყურებს ესე იგი იმედის ტელევიზიას და ნახულობს აი რამ მიმდინარე პროცესში და სახელმწიფო ისიც არ არის პროდუქტიული იმედი. არა, მე პროდუქტიულობაზე არ ვიძახი, მე რეალობაზე ვიძახი. აი ვინც უყურებს იმას, ისმა ერთი რეალობაა და მეორე ტევე პირველი. ეს აბსოლუტურად სხვა რეალობა. ხა უყურეთ როგორ თან ტექნოლოგია როგორ არის. აი გავლენის თვალსაზრისით, როცა ბევრი ხალხი არის შეკრებილი იმაზე, რა ქვია, მიტინგზე და მანიფესტაციაზე, ხო, იღებენ დრონებით. და ჩვენ ბევრია. თუ არ არის ესე იგი ეს ბევრი ხალხი უჩვენებენ შიგნიდან რომ აი ესე ქვემოდან დაანახონ რომ სავსეა ხალხი და აი ესე იგი ზოგს გონია როცა ვინც მაყურებელია ამ მეხუთე კოლონის ტელევიზიების გონია დაინგრა ქვეყანა ესე იგი აღარ არსებობს ყველა ესე იგი სფეროები ჩამოიშალა იქ ისე დონეზე დავიდნენ კალათბურთის მოყვარულთა მარში თუ რაღაცა ესეთი დაარქვეს და იმისი რა ქვია იმის ჰოკეის მოთამაშეთა მოყვარულთა მარში. აი ესეთ რაღაცებს აკეთებენ რომ დაანახონ რომ აი ხედავთ საზოგადოების რაღაცა აბსურდული ნაწილის კი რომელიც ეგეთი მოყვარულთა მარში არსად არ გამიგონია სხვა და შორის აი ესეთ რაღაცებსაც აკეთებენ. რეალისტიც არის ხო მარში. ხო, აი ეგეთი რაღაცებს აკეთებენ და ანუ ქმნიან იმას რომ იცით დაანახონ და ეს ყველაფერი როგორ კეთება ეს პიკს აწვევს როცა უნდა შეიკრიბოს ან ევროპარლამენტი ან უნდა შეიკრიბოს ევროკომისია რომელმაც უნდა იმჯეროს საქართველოს სანქციების დაწესება არ დაწესებაზე რომ დაანახოთ თურმე საშინელი ეს არის დაძაბულობა და პროტესტი საქართველოში და მე რეკავს ქალბატონი სალომე და ურეკავს მაკრონს ტელეფონი და ეტყვის რომ მიშველეთ ხარი დამიჭირეთ რაღაცა გამოვალ ვიტყვი და ისიც ვერ უთხრა ისიც ხმასაც აპირებდა და მეორე ხა კარგად დააკვირდით ვინ არის პირდაპირ ჩვენი მოწინააღმდეგე ხო განსაკუთრებით ხო რომელი ქვეყნები ეს არის ბალტიისპირეთი პოლონეთი
და მარტივად დავსვათ, აი რატომ არიან ისინი ჩვენი ესეთი განსაკუთრებული მოწინააღმდეგე, განსაკუთრებული ჭკუის მასწავლებლები, ან ისტორია აქვს მეტიჩუეზე, ან გამოცდილება აქვს, ან რაღაც განათლებული არიან ჩვენ საზოგადოებაზე, მეტად განათლებული არიან ისინი? პოსტაბჭოური რესპუბლიკები არიან ისინი და არ ვიცი ხა არ მინდა შეურაცხყოფის რაღაც ნაწილში გადავიტანო, ერთადერთი მიზეზია, კარგად ხომ უნდა მივხვდეთ, იმიტომ რომ მათ აწყობთ ისინი იციან რუსეთის საზღვარი სად გადის, იქვე ბელორუსი არის და ასე და მათ აწყობთ რომ სამხრეთ ნაწილში დაძაბულობის ახალი კერა შეიქმნას, რომ მათი მოქმედების თავისუფლება გარანტირებული იყოს. ეს არის მათი პირადი ინტერესი არის ეს, აი პირადი ინტერესი თუ გინდათ სახელმწიფო მათი სახელმწიფოების რაღაც პერსპექტივიდან გამომდინარე. თქვენ მართლა გონიათ რომ ისინი ჩვენთან რაღაც მხარს უჭერენ ჩვენ ქვეყანას? ანუ გული შეტკივათ საქართველოში დემოკრატიამ უკან დაიხია და საქართველოს უკან ესე იგი ევროპული ინტეგრაციის პროცესზე უარი თქვა და ასე შემდეგ. არსად არ ყოფილა ეგეთი რამ. არსად არ ყოფილა ძალიან კაფიოთ უნდა თქვას იგივე ხელისუფლებამ და მიწეროს წერილი პირდაპირ რა თუნდა ეს მიტინგებზე და იმაზე პრეს კონფერენციებზე ოფიციალურად მიწერონ ევროკავშირს, ევროპარლამენტს, რომ ჩვენ მზადა ვართ ხელი მოვაწეროთ მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირში გაწევრიანებ, მზადა ვართ. მოგცენეს. არ გვაძლევენ, აი ეს უნდა გამოიკვეთოს და ყველა მიტინგზე რო კაცი გამოდის, ხო უნდა დაინახოს, რომ ეს არის თამაში, არავინ ამას არ გვაძლევს, ეს არის თამაში. პირდაპირ თქვა მაკრონმა, პირდაპირ თქვა, კაცო ეს საქართველოს სად ყოფილაო, არ ესაზღვრებაო იმას ევროკავშირს. მაკრონმა თქვა, რომ არ ესაზღვრებაო, დახედა რუქას რა, ეთყობა გაიხსენა ის. მე მგონი მაგის მეუღლე გეოგრაფიის მასწავლებელი იყო, არა მაგის. თუ არ ვცდები რა, სარკაზმით არ ვიცი მგონია. ხო, არა, რაღაც ეგეთი ინფორმაცია მქონდა, ეთქობა, გაახსენდა ეს რა ქვია, რომ თურმე საქართველოს არ ესაზღვრება და ეხლა წარმოიდგინეთ პირდაპირ გეტყვით, აბა ნახეთ რა კვლევებია, რას ამბობენ ექსპერტები, ის ადამიანები, რომლებიც ამზადებენ გადაწყვეტ გაფართოებაზე. აი, მოკლედ ვიტყვი. არ იხილავენ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს არის თამაში, არ იხილავენ, არა გვაქვს საზღვარი და არ იხილავენ. ეს ერთი მომენტი, მეორე. აი, მოდით ვნახოთ რა ხდება ევროკავშირში. ის ევროკავშირი, რომელიც ჩვენ 20 წლის წინ დავდიოდით, რამხელა სხვაობა იყო, იმიტომ ჩვენ დავინგერით, რომ იტყვიან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოგვეშალა მთლიანად საფუძვლები და ახლიდან დავიწყეთ და დღეს ბევრ ამის მივახციეთ. მინდა პირდაპირ გითხრათ, ზოგიერთი იგივე რუმინეთის, ბულგარეთის და სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს ბევრად უკეთესად გამოიყურება. ნახეთ რა სერვისებია და ნახეთ რა ხდება. ნახეთ საერთოდ როგორი საგადასახადო სისტემაა და რა გადასახადებია ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზზე, იმაზე, ესე იგი წყლის მოხმარებაზე, ნახეთ რა არის ევროპაში გადასახადი, რა არის ჩვენთან. რა თქმა უნდა, დავდოთ მე რა არის ჩვენთან ხელფასი, რა არის იქ. და აი შევადაროთ, ჩვენი პირობები არის თუ არა, აი რომელია, რაღაც ილუზიაში გვაცხოვრებენ და გვეუბნებიან, რომ იცით, უიმე სასწაულად უკეთესობა არის იქ. ჩვენთან თურმე არაფერი იქ მარტო იქ შეიძლება სწავლა, აქ ვერაფერს ვერ ისწავლა. ადამიანს თუ უნდა სწავლა, ისწავლის. ჯერერთით მე ვფიქრობ, რომ და ვინ აუგრძალა, ვინ ამბობს, რომ არ უნდა წავიდეს ახალგაზრდები უნივერსიტეტებში, ვინ აუგრძალა? აბა სად არის ეს? ხო და აი თქვენ რო თქვით, აი ინფორმაციის ნაკლებობა რო არის, აი უყურეთ რა შეა. მუშაობის ნაკლებობა. აი უყურეთ, ეხლა აი მოდი ეხლა ავიღოთ ტელევიზიები, ეხლა მე თქვენ რო ამბობთ, რომ აი უყურეთ აქითა მხარეს. ავიღოთ პირველი, ეს არის მთავარი არხი. რომელიც არის საკმაოდ სერიოზული პროპაგანდისტი. მეორე ფორმულა. მესამე ეს TV პირველი. ხო? მეოთხე, ნუ სხვილი მასშტაბის ეხა ისეთი არ არის, მაგრამ კავკასია ვთქვათ, იქაც ხო ეს მაგათვის ტრიბუნა. დანარჩენი არის რეგიონალური ტელევიზიები, რომლებიც ადგილზე იქ რაღაცა გარკვეულ მუშაობს. აქეთ ეხლა ფლანგზე უყურეთ 3 მსხვილი ტელევიზია, ეს კავკასია და რაღაცეები არ გვაინტერესებს. მთავარი არხი ფორმულა TV პირველი. ეხლა ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა. პირველი არხი გინდა ყოფილა, გინდა არა. ეს არხი უფრო ნაცებზე მუშაობს, იმიტომ რომ დღე და ღამე, აი ეხლა თქვენ რო გადავრთოთ, ნაცები ზიანი. უბრალოდ ვალდებული არიან ხელისუფლება ჩართონ და ხელისუფლებას მაგ შემთხვევაში რთავენ. რუსთავი 2, ეს არის პრაიმ ხაუსი, გართობის, ცეკვათამაშის და დროსტარების გარდა ამარხზე ვერაფერს ვერ ნახავთ თქვენ. მაესტრო ეს რა ვიცი საერთოდ რა არხია და საერთოდ რა ეხა იმ მაესტროსთან შედარებით რა მაესტრო ჩვენ გვახსოვს, ეს არის აჩნილი, ხო?
აჭარის არხი დღე და ღამე, აი თქვენ ესე წარმოდგენა არა გაქვთ, უბრალოდ ვაკვირდები, უბრალოდ მაინტერესებს სად რა ხდება, ვინ გამოდის. აჭარის არხზე დღე და ღამე, როგორც პირველ არხზე, ნაცები, ანჯეუები და ყველა ეს ხალხი ზიან. ესე იგი, ამ სამთავრობო არხებიდან რუსთავი 2, პირველი არხი, აჭარის არხი და მაესტრო, ეს არხები ფაქტობრივად არ მუშაობს საზოგადოებრივ აზრზე და ხელისუფლებაზეც მით უმეტეს. ერთადერთი ტელეკომპანია იმედი არის დარჩენილი, ამიტომაც არის ყველაზე დიდი აგრესია, რატო მიდის იმედზე. აი რატო არ მიდის პირველ არხზე, რატო არ მიდის მაესტროზე, რატო არ მიდის აჭარის არხზე? იმიტომ რომ ესენი არაფერს არ წარმოადგენენ, არავითარი პროპაგანდისტული ძალა მაგათ არ აქვთ. იმედზეც კიდეთ რა ხდებათ? გამოყავთ, აი ხა რო გადავხდოთ იმედის საღამოს გადაცემა, ხო? გამოდის ხელისუფლების წარმომადგენლები, დეპუტატები და 4-5 კაცი, რომლებიც არის სახელისუფლებო ექსპერტული წრეებიდან. ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის 5-5 კაცი მივა, ჩაიცვამს ჩუსტებს, გადაიბანს ტანს, აბაზანაში იქ იმეცი ისეთი გაშინაურებული არიან, ჩათვალეთ როგორც საკუთარ სახლში ისეგრძნობენ თავს. ყველა გადართვაზე არ მინდა ხა სახელგვარები დასახლება თქვენს ყველა. აი უყურეთ ეხლა აქ ამ ფორმულაზე, მთავარზე და TV პირველზე გამოიყვანენ ჯგროდ დასვამენ სტუდიას გაავსებენ ექსპერტები, თეატრის და ხელოვნების ხალხი გამოიყვანენ და აქით არავინ არ ჩანს. გესმით და მე რო წალენჯიხაში ვზივარ და გვინა ლანჩხუთში რო ვზივარ, უყურებ დღე და ღამე აქციების ისმიდის ვიდეოები. მე ჩავთავ ამ არხებს, დღე და ღამე ექსპერტები ამათი, დღე და ღამე ეს მსახიობები, ანუ უყურეთ ბევრი ჩანს გესმის ესენი, ბევრი ჩანს. ჩანს რომ თითქოს ხელოვნების ხალხი ამათია, რომ მსახიობები ამათი, ექსპერტები ამათია, პოლიტიკოსები ამათია, სტუდენტები ამათია და აქით იმედზე ჩანს 4-5-6 პარლამენტის დეპუტატი და 4-5 ვიღაცა კლუბის წერი ისა ექსპერტი. და ამიტომაც არ არის რომ ხალხიც იკრიბება, იმიტომ რომ გახსენით ეს ეთერები საზოგადო თქვენ ბოლოს როდის იყავით? აი ტოქ-შოუში, პოლიტიკურ ტოქ-შოუზე გეტყვით, მე პირველ რიგში როდის იყავით? ალბათ შევარდნაძის დროს. ხო? როდის იყავით რუსთავი 2-ზე? არასდროს. არა, რუსთავი 2-ზეც შევარდნაძის დროს. სააკაშვილო რო გაიქცა. სააკაშვილის დროს. კი ბატონო, რო გაიქცა. როდის იყავით? მაგალითად იგივე ვინ თქვა ეხლა ვინ არის კიდე? აი მაგალითად იმედზე პოლიტიკურ გადაცემაში. ის ჯაჯანიძეს და იმას შარშან იყავით, იმიტომ რომ გამოჩდით და იმიტომ ინტერესი იყო და იმიტომაც მიგიწვიეს. აი უყურეთ ეხლა თქვენ ხართ პოლიტიკურად საკმაოდ ისეთი აქტუალური პიროვნება, ძალიან იმიტომაც გიწევთ ჩვენ რომ ყოველთვის საინტერესოა თქვენი პოზიციის მოსმენა. აი რატო არ უნდა მიიწვიოთ ეხლა მაგალითად იგივე ბატონი ლევანი, რატო არ უნდა მიიწვიოთ ეხლა სხვა ადამიანები, იგივე ჟურნალისტები, რომლებსაც ეხლა მე პირადად ეხლა არის კიდე სახელისუფლებო არხები დამავიწყდა ეხლა პოსტივი, რომელიც ასევე გარკვეულწილად უთმობს იმას რა ქვია ასპარეზს და მაგრამ რეიტინგებს ხო დააკვირდებით ეხლა მე ყოველთვის ვავსაუბრობ აი ჩვენი მაგალითად გორიდან მაუწყებლობთ მაგრამ გორის ტელევიზია კი არა ყოველთვის საქართველოს ჩვენ უფრო მეტი რეიტინგი გვაქვს ყურებადობის ვიდრე აი ამ სამთავრობო არხებს ეხლა იმედს რო გამოვაკლოთ იმიტომ რომ იმედზე მაინც ცოტა უფრო მაღალი ის არის რა ქვია მაგრამ არც ჩამორჩებით ბევრი ტიპი რომ მართალ სიტყვას თუ იძახი და თუ ამბობ იმას რაც საზოგადოებას უნდა თან სტუმრებიც ყავს შესაბამისად ნორმალურად ისმის ეს ხმა მაგრამ აქ უკვე არის ბალანსი დარღვეული აქეთ აი უყურეთ არის გამოყვანილი უამრავი ადამიანი და აქეთ მარტო 4-5 პარლამენტის დეპუტატი ხდები და ეს აი ნუ თუ არავინ არ არის ამათ პიარში არავინ არ აყავთ რომ აი რაღაცა დასვან ეს საკითხი თან ჩვენ გზღუდავენ კიდე მე ხელისუფლებას უჭერ მხარს პირადად ვიძახი ამას ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ახლა რანაირი ტელევიზია მიკერძოებული რა შეშია მე ვატყობ რომ ქვეყანაზე მიდის შეტევა და არ ვალავ იმიტომ რომ თუ ქვეყანას უცხო ქვეყნის ძალები უტევენ და ჩამოგდებას აპირებენ მე უკვე გადავდებ იმ ჩემ კრიტიკულ განცხადებებს და უჭერ მხარს იმიტომ რომ ეს არის ყველა ნორმალური ადამიანი და ჩვენ გამორთული ვართ სილქნეც და ეს სილქნეთის ხელმძღვანელი დაიარება მთავრობის წევრებთან ერთად ხანდახან სხვადასხვა შეხვედრებს. აი რა ეს ლოგიკა არის მითხარით ერთი რა. ლოგიკა არ არის და არც იქნება, იმიტომ რომ ჩვენთან მედია საშუალებები მე არ ვიტყოდი რომ რაღაც სახელისუფლებო, არასახელისუფლებო, მედია საშუალებები არის ძირითადად პარტიული.
პარტიული მედია არა, სამთავრობო არხები არ მუშაობენ მეთქი ამაზე ვლაპარაკობ. ეხლა სამთავრობო არხი ჩვენ საერთოდ მე ხო ჩამოთვალე ნაცებს თავი დავანებოთ, აი რუსთავი 2, მაესტრო, აჭარა. ოფიციალურად სამთავრობო, არც ერთი არ არის ოფიციალურად. ოფიციალურად არა, მაგრამ ოფიციალურად ხო ეხლა აჭარა და პირველი არხი ხო არის ოფიციალურად სამთავრობო. ორივე არის ოფიციალურად სამთავრობო. და აჭარი საზოგადოებრივი ტელევიზია და აჭარი საზოგადოებრივი. ორივე ტელევიზიაზე ნაცები ზიან მარტო. აი ხა უყურეთ გეტყვით რა. და არაოფიციალურად რუსთავი 2 და ისა რა ქვია ეს იმედიც არიან კი ბატონო მე ესე ვარქმევ რომ ეს არის პარტიული ტელევიზიები და საერთოდ PR ტექნოლოგია ქვეყანაში არის პარტიული ინტერესების მიხედვით გადანაწილებული ეს არის პრობლემა და მიზეზი ანუ თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება არ არის ისე შექმნილი შენ თუ ვერ მოეკეცი პარტიულ ინტერესებში ამ ტელევიზიებშიც ვერ მოხვდები აი თქვენ თქვით მიზეზები ხო ეს არის ანუ თუ ვერ ექცევი რომელიმე პარტიის ინტერესებში ვერ მოხვდებით ამ ტელევიზიაზე. მიზეზი ეს არის. ეხლა რაც არ უნდა მოვიფიქროთ, დავაბრალოთ ასე შემდეგ, აქ არ არის ლაპარაკი თქვენ სახელმწიფოს უჭერთ ხარს, რაღაც წინააღმდეგი ხართ რომელიმე ორგანიზაციის პარტიის თუ ასე შემდეგ. ხარ პარტიული ინტერესების ჩარჩოებში, მათ PR, ესე იგი მენეჯმენტში ხარ მოხვედრილი, კი ბატონო, მაშინ მოგიწევებ ამა თუ იმ ტელევიზიაში. ასევე საზოგადოებრივი რომელიც ბრძანეთ. საზოგადოებრივი ტელევიზიის შინაარსი უნდა იყოს ის, რომ მისი ყურება მოთხოვნადი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქისთვის. არ არის ეს პრინციპი შექმნილი. სოფელში მაცხოვრებელი იქნება თუ ქალაქის მაცხოვრებელი, ის საზოგადოებრივი ტელევიზიის მეშვეობით უნდა ხედავდეს იმ პრობლემების გაშუქებას, რომელიც მას აწუხებს და მისი გადაწყვეტის რაღაცა ვარიანტების განხილვა უნდა იყოს. მათი ცხოვრების და მდგომარეობის შესახებ. ანუ ამიტომ არ უყურებენ. ან მოიშლილია ეს. არის რაღაც ესე იგი მოფიქრებული ამ PR-ის მიმართულებები, ჩამჯდარი ხარ იმ PR-ის მიმართულებაში ხარ, აინტერესებთ ვის წამოწევენ, ვის დაწევენ უკან და აი ამ ბრძოლაშია ყველაფერი. ასე რომ დღევანდელი მედია სისტემა არ ასახავს ჩვენი საზოგადოების რეალურ ინტერესებს. ეს არის პოლიტიკური არა, ეგ ერთია, მაგრამ სამთავრობო პრობლემა. სამთავრობო არხი და არაოფიციალურად სამთავრობო და არაოფიციალურმა სამთავრობო სამთავრობის პოზიცია ხო უნდა გააგებინოს ხალხს, რომ რა ხდება ამაზე მაქვს საუბარი. ეგ რასაც ლაპარაკობ, ეგ ერთი თემა. ეს არის რეალობა. ეგ არის ერთი თემა, რასაც ვარა. მეორე თემა, რო და შეხელი მე რატო უნდა ვაფინანსებდე აჭარის და პირველ მაუწყებელს და პირველ არხს თბილისისას საკმაოდ დიდი 50 მილიონი არის. ეს პირველი არხის დაფინანსება ახალი შენობაა. აი რატო უნდა ვაფინანსებდე ამ ორ არხს, როცა დღე და ღამე ნაცები ზიან. როცა თქვენ არ გიწვევენ, როცა მეც არ მithმობენ ტრიბუნას. ესე ვერ გავიგე, როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა. ეხლა და ეს ხალხიც იმიტოა, იქ იმდენი ხალხი არასწორი პოლიტიკის გამო. ეხლა გებელსი ახსენეთ თქვენ. ჰიტლერს ჰქონდა აწყობილი სისტემა და იმიტომაც იყო, რომ იქ მოახდინა და ბევრმა არ იცის იქ რა ხდება და ვერ გებულობს ინფორმაცია არ არის. მართალი ბრძანდებით და გეთანხმებით, ეხლა თქვენ ზოგიერთ ისეთ რაღაცას აშუქებთ, რომელიც გაშუქებასაც ბევრი ვერ ბედავს. და რატომ? ესეც ხო პროპაგანდაა. ანუ აქ როგორ არის, თქვენ თუ გინდათ, მოდი დავარქვათ, რომ მტერი, ჩვენი მოწინააღმდეგე, ხო ესეთი ფრაზები უფრო მისაღებია ჩვენთვის, ან რუსული, აი ეს ფრაზები ხო ის როგორ არის, რომ აი რაღაც კლიშეები ადამიანის აზროვნებაში ჩადო, ხო? თქვენ ამ მტერს რუსეთს და სხვებს აძლევთ საშუალებას, რომ მათ თქვან პოზიცია და სხვებმა გაიგონონ ეს. ვინმე აკეთებს ამას, არავინ არ აკეთებს. რა აკრძალული გაქვს ეს თუ რას ნიშნავს, რომ ვიღაც მოწონს შენ თუ არ იცი შენი მოწინააღმდეგე როგორ ფიქრობს, რა აქ კითხვას უსვამ და ამ კაცს ამ ადამიანს რესპონდენტს ალაპარაკებ და ჩვენთვის გასაგები ხდება, ჟურნალისტური ხელოვნება რა არის? ანუ გამოიტანო ის ინფორმაცია რესპონდენტისგან, რომელიც საინტერესო არის საზოგადოების და თუ ამ შემთხვევაში თუ გინდა ჩვენი ქვეყნისთვის. ხო ეს არის. ამას თქვენ აკეთებთ. სხვები არ აკეთებენ, ამიტომ დაგარქვეს, რომ ის რახან თქვენ ესე იგი ის პრორუსული და ეს პრორუსული თემის პროპაგანდა კიდე ცალკე ფინანსირდება ქვეყანაში ამ არასამთავრობოების მეშვეობით. ეს არის ჩვენი რეალობა. ამიტომ ეს კარგად უნდა გვესმოდეს. მე მეორე მიმართულება, აი გავანებოთ ამ მედია მომენტებს თავი, მარტო მედია არ არის, მე ხაზი გაუსვი. საზოგადოებასთან მუშაობა არ მიდის. საზოგადოებასთან მუშაობის სისტემა ხელისუფლებამ სამწუხაროდ არ ჩამოაყალიბა, რატომღაც საერთოდ არ აინტერესებთ ეს. მე ვერ ხსნი ამას რატომ. ანუ ისე იგი მათი ეს სპეციალისტები, რომლებიც თუ გინდათ PR-ზე მუშაობენ თუ საერთოდ პოლიტიკური სისტემის დახვეწაზე მუშაობენ, მათ ინტერესში ეს მიმართულება არ არის. ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით. და ეხლა პირდაპირ გეტყვით, რო უყურებ, იცით როგორი განცდა იქნება ადამიანებში რაღაც წენა გროვდება. ეს იგივე ხელისუფლების ხარდამჭერ ნაწილში და აი უყურებენ აი რა გახდეს და ბოლო-ბოლო
როგორ ხდება ეს? აი ბევრს აი ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ესა, აი რაღაც გინების დონეზე, უკმაყოფილების დონეზე ერთიც მეორეც, ეხა არ მინდა ეს ფრაზები თქვა, ეს უკვე იკვეთება, ეს ხუნდა შევამჩნიოთ თქვენ და ამას როცა ვამჩნევთ, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეზე დადგები, ჩვენთვის თავარია სახელმწიფო და სახელმწიფოს რითი გავამაგრებთ, თორე ეხა მთლიანობაში მინდა გადავიდე ამაზე, არ გეგონოთ რომ ძალიან მარტივად არის საქმე და მიტინგზე იქ რაღაცა ხტუნაობით და თუ გნებავთ მე იმ ტრიბუნიდან გამოსვლით მასსაწინააღმდეგო გადაწყდება, არ არის ესე. რთულ პერიოდში ვართ ჩვენ. რატო ვართ რთულ პერიოდში? იმიტომ იცვლება მთელი მსოფლიო. ეხლა როცა უყურებთ, შეხედეთ რა ხდება უკრაინაში. უკრაინა როგორ დატრიალდება, ყველა ელოდება ეხლა 20 იანვარი როდის მოვა ტრამპი, ესე იგი რაღაც როგორც შევა ლეგიტიმურ პრეზიდენტობის ფუნქციონერების ფაზაში, ხო? რომ რაღაც სასწაულები მოხდება, ხო? და აი ხა ტრამპმა განაცხადა, რომ დავამთავრო უკრაინაში ომი. და უკრაინაში ომის დამთავრება შეიძლება ისე შეეტრიალდეს, უკრაინამ რა დარჩება უკრაინსკა კაცმა არ იცის. და იქ შეხედეთ რა იწერება, რა სტერენ ექსპერტები, პოლონეთს რა ინტერესი აქვს, სად გადის პოლონეთის ინტერესი უკრაინის ტერიტორიაზე, სად გადის რუსეთს გასაგებია, ხო? სად გადის უნგრეთის სად გადის რუმინეთის, სლოვაკეთის ნაწილობრივ, ხო? მე ხა მოფიქრებული აქვს ზონების შექმნა რაღაცა ვითომ დემილიტარიზებული ზონები უნდა შეიქმნას ის გერმანია, ბრიტანეთი და სხვები შევიდნენ. ანუ ამზადებენ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დაიშალოს და ქვეყანას მართავს, ეხა აი სასაცილო რაღაცა მინდა ვთქვა რა. ქვეყანას მართავს არალეგიტიმური ადამიანი, რომელიც ესე იგი არჩევნები არ ჩაატარა და მათი კონსტიტუცია 13 წელი ვიცხოვრე და კარგად ვიცი უკრაინაში. არცაც არ წერია რომ თუ კი შენ ომში ხარ, პრეზიდენტის არჩევნები არ არსებობს ეგეთი რაღაც. ის არის, ეხა უყურეთ, ის მისაღები არის ყველასთვის. რატოა მისაღები? იმიტომ რომ მან შეასრულა ის დავალება, რასაც დასავლეთ ეხა სლოვაკეთი ახსენეთ თქვენ. ეხა აი მინდა რომ იმ ხალხს უთხრა, ეს ეხა ხელისუფლებას აბრალებენ პრორუსულობას და ამ დროს ხელისუფლება ერთხელ არ წასულა მოსკოვში მოლაპარაკებაზე. არც თბილისში ჩამოსულა ვინმე მოსკოვიდან. არანაირი დიალოგი არ არის. ამ დროს მე ვფიქრობ ეგ არასწორია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ რუსებს და აი 3+3 ფორმატში გვეპატიჟებიან. შახაბას ელაპარაკებოდნენ თავის დროზე და სულთანს ელაპარაკებოდნენ. თან შახაბასთან რომ მიდიოდი შენ რომ ცოცხალიც ვერ დაბრუნებულიყავი და ეხა მაგის გარანტია ნამდვილად არსებობს რუსეთში რო ჩაყოლ ცოცხალი დაბრუნდები. ხო და 3+3 ფორმატში გვეპატიჟებიან არ მივდივარ ბრიქსში არ მივდივარ. აგერ სლოვაკეთი. ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. გუშინ ჩავიდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ფიცო, მოულოდნელად, არ იყო ეს დაგეგმილი ვიზიტი, რა 2 დღეში გადაწყდა და შეხვდა აგერ პუტინს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში მან უკვე გამართა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. საუბრის მთავარი თემა სლოვაკეთისთვის უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდება იყო. როგორც მოგვიანებით ფიცომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. პუტინმა დაადასტურა, რომ მზად არის სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდება გააგრძელოს, თუმცა 2025 წლის 1 იანვრიდან ეს შეუძლებელი იქნება, რადგან უკრაინა საკუთარი ტერიტორიის გავლით ტრანზიტს გრძელავს. სლოვაკეთის პრემიერის ინფორმაციით, პუტინთან აგრეთვე უკრაინის ომის დასრულების საკითხები განიხილა. აგერ ხედავთ პუტინთან ჩადის სასაუბროდ უნგრეთის პირველი პირი პრეზიდენტი იყო ჩასული, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ჩადის, ამათ ხო ევროპა გონია მთელი მსოფლიო. ჩინეთი არაფრად არ ითვლება, საუდის არაბეთი, აზიური ქვეყნები არაფრად არ ითვლება. ამ დროს ჩინეთი ჯიბეში ჩაისვამს მთელ ევროპას, გადასანსლავს და რა ვიცი, მე და პრობლემა არ ექნება. და ჩვენ ვერ გავიგე, კაც პრობლემა აქვს გაზის მიწოდებაზე, ჩავიდა დაელაპარაკა. ეხლა ამის გამო დიდი დებათაღელვა იქნება, ხო ვიცი არა? ჩვენ რატო არ უნდა ვილაპარაკო და ეს ამათ ეხლა არ ესმით აი ამ იქ ევროკავშირის დროშებს წავენ თვითონ ევროპაში შოლცი გადადგა მაკრონსაც იგივე ბედიელის ევროკავშირი ფაქტობრივად იშლება და ჩვენ ევროკავშირის დროშას ვაფრიელებთ რუსთაველს ემდენი ალოგიკურობა ეს არის პროპაგანდის და სცენარის მოქმედების შედეგები რა ამიტომ ეს კარგად უნდა ვიცოდეთ რატო ვამბობდი მე ეს ხო მაგალითია ეხლა ის რომ ფიცო ჩავიდა და მანამდე კიდევ ის ორბანი ჩავიდა რატო ჩადიან მათ აქვს თავისი ქვეყნის ინტერესები მათ ჭირდებათ იაფი გაზის მიწოდება იაფი ხო ყველას თავისი ინტერესი აქვს რომ თავის ქვეყანაში და ესეც არის სლოვაკეთში და უნგრეთში უფრო დაბალი ტარიფებია ბუნებრივ გაზზე და მათ შორის ელექტროენერგიაზე რომელსაც გამოიყენებენ გამოსამუშავებლად თავიანთ
წინათ ქვეყნებში. და ეს ყველა იციან კარგად, ეხლა ურბანს რატო უჭერენ მხარს? ან ფიცოს რატო უჭერენ მხარს, როცა ესენი მიდიან და ნახულობენ საფრანგეთში რა ფასია, გერმანიაში რა ფასია, რომ თვითონ გადაჭრა ეს გაზის მიწოდება. ხო, ხედავენ რომ მათთან იაფია უფრო ცხოვრება. და ამიტომ ესენი ადამიანები თავისი ყოფიერი მდგომარეობიდან გამომდინარე აფასებენ ამ სიტუაციას და ჩვენ კიდე უზარმაზარი შესაძლებლობები გვეძლევა. უზარმაზარი. ეხლა მე მინდა თქვენი ყურადღება გამომახვილო ამას წინათ, სხვათა შორის ზოგი არ აკვირდება ამას. ის ჩვენთან არის როგორ აი ესეც ძალიან გამარტივებული პრიმიტივიზმზე დაყავთ ადამიანების აზროვნება, იმიტომ რომ შენ თუ ესე იგი გამოხვედი იქ რაღაც მიტინგზე და ევროპა იყვირე, თურმე ევროპა მიგიღებენ, ან თუ ხელისუფლება გადააგდა, ესე იგი თურმე გაგვიხსნიან კარგ და მიგვიყვებენ, ეს სრული ტყუილი, რასაც აცხოვრებენ ჩვენ საზოგადოებას და არ აქცევენ მნიშვნელობას რა ხდება. რამხელა დელეგაცია იყო ამას წინათ ჩასული თეირანში, 2 ვიცე-პრემიერი და დიდი დელეგაცია მინისტრების რუსეთიდან ჩასული. ეხლა ვითომ ჩვენ ეს არ გვეხება, მაგრამ რა განიხილეს უყურეთ? რასაც ვამბობდი ხშირად მithქვავს, იქ განიხილეს სამხრეთის სარკინიგზო მიმართულების დაფინანსება და ამუშავება. რა არის ეს? რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი, იქ არის დიდი პორტი ბანდერაბასიდან მუმბაიზე პირდაპირ საბორნეს სვლის აღდგენა. ანუ აი მთლიანად ეს არის ინდოეთთან პირდაპირი კავშირის გაკეთება. რუსეთი, ინდოეთი. რუსეთის ტვირთები ინდოეთის მიმართულებით, ინდოეთის ტვირთები არა მარტო რუსეთის მიმართულებით, არამედ მოკლე გზა უკვე საქართველოს მიმართულებით, თურქეთისკენ, აფრიკისკენ, სამხრეთ ჩრდილოეთ აფრიკისკენ და თვითონ ევროპისკენ. რამხელა ბაზარი იქნება. პარალელურად იმისა, რაც ჩინეთმა დაიწყო, ეს არის ალტერნატიული სავაჭრო გზა, სახმელეთო სარკინიგზო გზა, ჩინეთი, შუა აზია, აზერბაიჯანი, საქართველო და შავი ზღვის მიმართულებით ყველა განშტოებები. ჩვენ აი ამ გზაჯვარედინზე ვართ. ამ გზაჯვარედინზე არ გვპატიობენ თავისუფალ მოქმედებას. ხალხო, ეს კარგად უნდა გავიგოთ ჩვენ. არ არის ესე მარტივად, რომ უიმე ევროპაში გინდა, არ გინდა, არ დგას ეს საკითხი. ევროპა გვინდა, არ უღებულობს. გვეთამაშება. ეს არის ფაქტი. აი ამ თამაშს ბოლო უნდა მოიღოს და საზოგადოებას ამას ვერ ვაგებინებთ. მოდი აი ერთი თუ დავაყენოთ საკითხი, შევიკრიბოთ და ის დავანახოთ, რომ გვინდა ევროპა და მიგვიღეთ. დაუყენ როდის მიგვიღეთ? არა, თამაში მიდის. არა, ხელისუფლებამ უთხრა კალაძე გამოვიდა და თქვა, აიო, გითხარითო ჩვენ შემოგთავაზეთ პირობები, დღესვე ვაწერთ ხელსაო. აი გითხარითო, ხო ამბობთო, რომ ჩვენ აი საქართველოს ესენი ხო ისე გამოიყვანეს, რომ თითქოს საქართველოს თქვა უარი ევროკავშირთან მოლაპარაკე. გითხარითო, განვაახლოთო, დღესვე ვაწერთ ხელსაო. არაფერს არ ანახლებენ, არც არაფერის ინტერესებში არ არის ევროკავშირი, რომ რაღაცა გარკვეულწილად ევროკავშირს სურს, რომ იყოს შენ კართან ძაღლი რო არის კართან გაწოლილი და იმას რო გადაუგდებ ძვალს, აი ესეც უნდა ვიყო ძაღლის ფუნქცია აქვს საქართველოს, ევროკავშირი გადმოგიგდებს იმ ძვალს, უნდა ის ძვალი გახრა და თან უნდა დაიცვა მისი ინტერესები, გაუშვა შენი შვილები და გაუშვა იმ უაზრო ომებში, დაიხოცოს, უნდა შეუსრულო. აი როგორც ძაღლს აძლევ დავალებას, ის გამიკეთე, ეს გამიკეთე, წადი უყარაულე, აი ჩვენ გვაქვს ძაღლის ფუნქცია, მეტი ფუნქცია არ აქვს. ძაღლი რომელიც იცავს ამათ უფასოდ. ამიტომ და ეხლა ის ამ ძაღლსაც ის ძვალიც აღარ გადაუგდეს. ესეც შეიძლება ჩვენ შეფასება მივცეთ, რასაც თქვენ ბრძანებთ, მაგრამ ესე უნდა შევხედოთ კიდევ, აი კარგად დავაკვირდეთ, მე როგორც ანალიზს ვაკეთებ და ნახულობთ რა როგორ ხდება, მათ შორის ისე რაღაც პოპულარულ გამოცემებში კი არა, საექსპერტო დასკვნები, იგივე შეხედული რა ბატონო ლევან, ერთ რამეს გეტყვით, აი მოდი ერთ რამეს. ამათ თქვენ რაც არ უნდა დაუწოთ, აი ხა ეს ხალხი ვიც არის რუსთაველზე შეკრებული. სულ რო აინშტაინის თეორიებით ელაპარაკოთ, სულ რო აი დაუღეჭოთ ყველაფერი, ესენი არიან მეხუთე კოლონი. აი ესენი დავალებებს ღებულობენ დასავლეთ. უკრაინაში რაც მოხდა, თქვენც ხო კარგად იცით ახლა. იქ უკრაინაშიც მიცემულიყო კომანდა, უნდა ყოფილიყო ეს რევოლუცია. აქაც იგივეა. უბრალოდ ვერ აკეთებენ აქ, იმიტომ რომ აქ ვერ აწიეს ეს ტალღა, ვერ გააკეთეს ეს. ამათ ჩვენ რაც არ უნდა ველაპარაკოთ, არაფერი ამათთან საერთო არ არის, მაგრამ ქვეყანა იმისთვის არის, ქვეყანა რომ ალაგმოს ეს არ გესმის, მაშინ თუ კარგიენით არ გესმის, მაშინ სხვაენი დაგელაპარაკები მე შენ და ეს ახლა ვიღაცას გინა ეწყინოს, გინა ეტკინოს ახლა
ვიღაცას თუ მოხვდება ღირსია რომ მოხვდეს. ეხა იქ ვიღაცა გალახული ადამიანების სურათებს რო გაგლახავენ ბიჭიკო, პოლიციას თუ ესვრი გაგლახავენ და გალახვაზე რომ იდგა საქმე. აგერ დემოკრატიაზე რო ლაპარაკობენ, აი კახი კალაძეს აბუჩად იგდებენ და რაღაც შეურაცხყოფას აყენებენ, რომ აიო რაღაცაო კახიმო რაღაცა ისქნაო, ნაძვის ხე რატო დადგაო, ნაძვის ხის დრო არის ეხლაო, თითქოს ესე იგი ახალ წელი არ უნდა აღინიშნოს და ბავშვებს ახალი წელი არ უხარია თურმე. აგერ კარალეთში რო ჩავიდა კახი კალაძე, როცა პოლიტიკაში კაც რაში ჭირდებოდა პოლიტიკაში მოსვლა, ფულის შოვნისთვის კი არ მოსულა, სხვებისგან განსხვავებით. კაც ფულიც ჰქონდა, მილიონებიც ჰქონდა, ნაშოვნი წარმატებული კარიერა ჰქონდა, მოვიდა პოლიტიკაში და კი რაღა ბოდიშ და ცოცხალი ვერ გამოვიდა კარალეთიდან. აი კადრები, ბევრს ეს კადრები, ბევრს ავიწყდება და შევახსენებ. რატო არა გაქვს ჩვენთან სასაუბრო? ყველა თავის იმას უნდა მიხედოს კარიერასა და თავის საქმესა რა. აბა რა ეს ქვეყანა ვაშენოთ და ჩვენ ერთად უნდა როდესაც ესა? და ბუჯის დაგორებაზე რომ მილიონები გაძლევდნენ. მადრიდი იყო თუ ის იყო. მაშინ რაც არ იყო. აი არ მინდა ახლა ისეთი სიტყვა თქვა რომ რაღაცა შენ გეწირო და გადით დავაი რა. ჩასახლებიდან გადით და საწაკიდან წადით რა. არა ბიჭო, მაგას ბიჭო, როგორ აურნა გწოლიყო ბიჭო უნდა ეხა ეს კადრები რატო ვაჩვენეთ? იცით, აი ესე იგი იმ დღეს საახალწლო ნაძვის ხის ანთებაზე უნდა მომხდარიყო ეს ადრესასწაულოდ მიწვეული იყო ყველა და ეს არ გადაიდო, ანუ იმიტომ რომ ამათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა და აიო კახი კალაძე შეეშინდაო ამის განთება. კახი კალაძის დამცველი ნამდვილად არა ვარ, მას აჭირდება დაცვა, თვითონაც ძალიან მშვენივრად იცავს თავს და მით უმეტეს მცველი იყო პროფესიულ საფეხბურთო კარიერაში და ისეც იცავდა გუნდის კარს და ასეც იცავს ახლა საქართველოს კარს და ესე იგი კაცმა თავი გაწირა. აი აქ ეხლა ქვები დაუშინეს ჩასულ ადამიანებს ოცნებიდან და კაც გაურკვეველ ვითარებაში შემოვიდა პოლიტიკაში. როდესაც სააკაშვილის ნაცხროვას დაუპეს. სააკაშვილის ნაცხროვასთან დაპირისპირება ესე იოლი არ იყო მაშინ. იმიტომ რომ აი ხა ფეხბურთელები გამოჩდნენ ბატონო ლევან, აი ხა შოთა არველაძე გამოჩნდა იმ დღეს აქციაზე. და ხელისუფლებას დაუწუნა ის რომ დემოკრატიულ გზას აცდით. მაგრამ ბატონო შოთა, თქვენ სადიყავით აი ამ 2012-ში მართლა რომ ხალხს ხოცავდნენ, ციხეებში ხალხს აუპატიურებდნენ, ტერიტორიები წაგვარდეს. ერთი თქვენი ამოღებული ხმა მანახა. თქვენ რატო მაშინ ხმას არ იღებდით? მაინტერესებს თქვენ ამ საქართველოში მაშინ თქვენ კავშირი გაწყვეტილი გქონდათ თუ რაღაცა ბანგლადეში იყავით მივლინებით, მაინტერესებს. თუ არ ჩამოდიოდით აქ საქართველოში. და როდესაც კახი კალაძეზე ლაპარაკობთ მართლა აი სირცხვილია, იმიტომ რომ ადამიანმა აი მახსოვს იქ პრეზენტაცია იყო სააკაშვილის პროგრამის და
პირზე შეაშრო ღიმილი, როდესაც დაიწყო ლაპარაკი გირგვლიანზე, უთხრა რომ გირგვლიანის საქმე უნდა გამოძიებული იყოს. და მე ახსენებენ, აი სააკაშვილთან იდგა, სააკაშვილთან ბევრი იდგა, კი ბატონო, ვიღაცას ეგონა რომ აი მართლა ეს კაცი გამოჩნდა რაღაცას დაამყარებს და რაღაცა ბევრი იყო ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ყველა მე მიხვდა რაშიც იყო საქმე, ხო? და ამიტომ ახლა აი ყველაზე უცნაური ის არის ბატონო ლევან, აი ხალხი რომლებიც აი სპორტსმენებიც, მაგალითად მსახიობები. აი ხა ცელდება აგერ განცხადება, მე მინდა ვანახო ეს ქალბატონი ყველას კარგად გეცნობათ, ეს არის ნინო სუხიშვილი და ნახეთ რა საცხადებს. ეს თაობა არ გაჩერდება, არ დაემონება, მათ არ უნდათ რუსეთის გუბერნიად გადააქციონ საქართველოს. აი ხა ეს ქალბატონი ერთი სიტყვა არ დაუძრია სააკაშვილის დიქტატურასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში იყო. 2011 წლის 26 მაისს უნდა ეცეკვა სუხიშვილებს აი იმ დროს, როდესაც სასტიკად დაარბიეს ხალხი და ორი გვამი შემოაწყვეს იქ იმაზე, რა ქვია, რუსთავ. და მოცეკვავებმა თქვეს უარი, თორე ეს უარს კი არ ამბობდა იმ ცეკვაზე და ღირსების ორდენები მიიღეს ამ ხალხმა. და მე რუსეთს რო ახსენებთ, რუსეთის და საბჭოთა ეპოქაში გაიფურჩქნა თქვენი ანსამბლი, ისტორიაც რო არიცით თქვენ. და მე მაინტერესებს ამ რუსეთის გუბერნიად გადაქცევა რო არ გინდათ, თქვენ მაგალითად დასავლეთის გუბერნიად გინდათ, დასავლეთის აგენტურის და დასავლეთის მონობაში ყოფნად გირჩევნიათ, როგორც თქვენ მეტყველებ. და აი ეს ხალხია, ეხლა ჩემთვის სუხიშვილები ძალიან საამაყო ანსამბლია, რომ მივდივარ მაგათებზე, ამ კონცერტებზე სიამაყით მეხსვება, მაგრამ რა თვინე ხა თუ შენ ქვეყანას ლახვარი ჩაეცი, ხო? აი ეს არის ყველაზე საშინელება, რა, აი არ ვიცი. ახლა პროპაგანდა როა უჭყუო, ახლა ეს ქალბატონი ვერ ხვდება რა შეასაქმე, ჰა? ისეთ რა არის, მე სხვანაირად უყურებ მაგ პროცესს, მასე თავისი პოზიციის გამო ყველა შეიძლება, ახლა მე თქვენ არა გაქვთ ეს მიმართულება, თქვათ რომ აი ეს რატო ესე არ ფიქრობთ, რატო ისე, მე ესე არ ფიქრობ. მე ამაგას არ უჭერებ ხარს ვიღაცას. არა, მომისმინეთ ბატონო. საკამათოდ არ ვიზახი. არა, საკამათოდ არა, მომისმინეთ, მე ხა იმას კი არ ვიძახი, იმას რატო თქვენ ეთყო ვერ გაიგეთ. მე შენ თუ იმას ამბობ, კი ბატონო, გააქვს უფლება ეს ხელისუფლება არ მოგწონდეს, ხო? მაგრამ 1000-ჯერ და მილიონჯერ რომ მაშინ ადამიანები უარეს აკეთებდნენ და ხმას რო არიღებ და ეხლა როდესაც ამბობ რომ ეს თაობა არ უნდა გაჩერდესო, კაცო, რომელი თაობა არ უნდა გაჩერდეს, პარლამენტს რო წვავს, მოიცა ეს თაობა არ კიდევ უფრო მეტი უნდა დაწვას. უყურეთ. ვერ გავიგე რა თუნდა ხა ამას ლაპარაკი ეხლა რა თუნდა ამას. ნინო სუხიშვილის პოზიციასთან დაკავშირებით. ნინო სუხიშვილი ეს ერთი რგოლია, სხვები არის ესეთი. მაგრამ მე უფრო უარეს გეტყვით. ის ხალხი, რომელიც წაშს უკრავდა მაშინ ძალადობას, დღეს ხელისუფლებაში რო ეს გავიგეთ ბატონო ლევან. აბა, ერთი თუ თქვი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორ მოხდა ის რომლებიც მოძალადეები იყვნენ და ზონდერები იყვნენ და რაიონში რო ჩავდივარ მეუნება, ვისაც ვებრძოდით ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, იგივე ადამიანები კაბინეტებში ზიან. აქედან გამომდინარე ნინო სუხიშვილს მე ძალიან დიდ პატივს ვსვევ და თქვენ აღნიშნოთ, რომ მათ საერთოდ ძალიან დიდი ეპოქა შექმნეს მათმა მშობლებმა და ბაბუამ, ბებიამ და ასე შემდეგ, ვიცით ეს ყველაფერი. მე ამაში სხვა რამეს ვხედავ, ბატონო ნიკოლოზ, იმას კი არ ვხედავ, რომ ეს ხალხი გავაკრიტიკო. მე ვხედავ ამ ხალხს ვინმე მეკონტაქტა. რა თქმა უნდა, არ არის ესე მარტივად. როგორად არ არის, მე იმიტომ ვიცახი, ვიღაცა რომელიც დაგეგმილად მიდის მიტინგზე და ის არის როგორ რაღაცას რო ეძახიან ოფიცრები, ხელფასღებულობს. იქ არის სპეციალური. მე უამრავი ერთმანეთს გეტყვით. თქვენ რასაც ლაპარაკობთ, დავამთავრებ და გააკეთეთ კომენტარი. მე თქვენს ნათქვამზე კომენტარს არ ვიძახი. ეს არის საზოგადოებრივი მოვლენა. არა, კომენტარი ჩემს შეგიძლიათ გააკეთოთ. არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს თქვენი პოზიცია აბსოლუტურად მართალია, ერთად დავამთავრებინეთ. თქვენი პოზიცია მართალია, ამ თქვენს პოზიციას მე არ ვაკრიტიკებ, მე ვამბობ როგორც საზოგადოებრივი მოვლენა. საზოგადოებრივი მოვლენა ეს არის პრობლემა საზოგადოების. ჩვენი სოციუმის პრობლემა რაც ხდება. როცა მაგას ვამბობ, როცა დოიჯიშვილი გამოვა, როცა ჭოლა გამოვა, როცა გამოდის ესე იგი ნინო, ესე იგი სუხიშვილი, ხომ? ის ხალხია, რომელსაც რაღაცა პატივისცემის თუ ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი,
რატო არ ველაპარაკებით ამ ხალხს? მე არ ვიძახი ვიზე. არ ვიძახი ის ადამიანი, რომელიც არის დაქირავებული, აი სწორედ რო თქვი, დაირქვა ის მსახიობიც არის, ექიმიც არის, განათლების სისტემის წარმომადგენელიც არის, პატრიოტიც არის, გეიპარაძეც არის, ყველა და ყველაფერში ფულს იღებს და ყველა მარშში მონაწილეობს. ამაზე არ ვლაპარაკობ. არის რაღაცა ნაწილი ადამიანებისა, რომელთა მიმართ პატივისცემა გვაქვს, რომ მათთან მუშაობაა საჭირო. მე რაღაც ვაკუუმს ხედავ და არა იმაში რომ თქვათ, აი ვაკუუმი თქვენი ბრალი და ჩემი კი არ არის. სამუშაო თემა, ვაკუუმი როცა იქმნება, ვაკუუმს შევსება ჭირდება და შევსება შეიძლება მხოლოდ ურთიერთობით. მე მაგის თქმა მინდა. არც ერთ შემთხვევაში არ გაიგოთ რომ მე თქვენ კი არ გაკრიტიკებთ, ჩემი პოზიცია ბევრს არ მოსწონს. რო ვიძახით, პირველ არხზე ერთხელ მივედი დიანა ტრაპაიძესთან და ჩაიკეთა, იმიტომ რომ მე მიყვანენ ეხლა მე პირველ არხზე. პირველი არა TV პირველი ის რაც არის პარტიული. ამიტომ ეხა რა ვქნათ ეხა მე რო ჩემი პოზიცია მაქვს იმათვის მიუღებელი ვარ, მაგრამ თვითონ ეს პრობლემა არის რომ ვიღაცისთვის ვიღაცა მიუღებელია. ამ შემთხვევაში ეს კი აი თავარი თემა რა არის? სახელმწიფოს არ უნდა ვებრძოლოთ. ეს უნდა დავანახოთ. ჩვენ რაღაც უამრავი პრობლემები გვაქვს. ვარჩევთ მე ეს ხალხი არის ვის სახელმწიფოს ჭოლა და აი უყურეთ როგორა მაგაში გეთა აი ეს ნინო სუხიშვილი არის უყურეთ ეს წუთით. სწორედ მაგის თქმა მინდა. ეს პოზიცია სახელმწიფოს დამაზიანებელია. რასაც თქვენ ბრძანეთ და მათი პოზიცია სახელმწიფო და მათ ახსნილი აქვს რატო ხდება ესა? აი მაგაშია საქმე. ანუ იმდენად პროპაგანდის ქვეშ მოექცა ეს ადამიანები, საპატივცემულო ადამიანები, მათ შორის და ესე იგი მე გავიგე რომ თქვენ ეხა მე გიპასუხებ თქვენ ხო ჩემ პასუხზე არ არის მე ვიძახი რომ ეს არის პრობლემა ჩვენი საზოგადოების პრობლემა ვაკუუმი რომელიც არის შესაძლებელი და არის სამუშაოა არავინ არ მუშაობს სამწუხარო გასაგებია თქვენი პოზიცია აქ ჩვენ იმიტომ ხო არ ვართ მონოლოგის რეჟიმი თქვენი პოზიცია მაგრამ ჩვენ კამათ უნდა ვიკამათოთ კიდევ არა რატო არ უნდა ერთი წამი კამათი ცუდი ხო არ არის კაცო რატო არ უნდა ვიკამათოთ კამათში იბადება ჭეშმარიტება ნათქვამი მაგრამ რატო არ უნდა ვიკამათოთ ეხა ვერ გავიგე კამათი ცუდი კი არ არის ჩუბი არის ცუდი თორე კამათი კარგია იმიტომ რომ მე შეიძლება ამ საკამათოს არაფერს არ ვამბობ ამბობ საკამათოს მე ბევრ რამეში თქვენ გეთანხმებით მაგრამ ამ საკითხში ვერ დაგეთანხმებით და გეტყვით რატო თქვენ ჩამოაყალიბეთ თქვენ პრეზიდენტს და მე გეტყვით ჩემსას აი უყურეთ ეხა თქვენ ამბობთ მე გავიგე თქვენი რომ აკლია კომუნიკაცია ამ ხალხთან აი მაგალითად ჭოლა რომელიც მარჯანიშვილის თეატრის ის იყო სამხატვრო ხელმძღვანელი თეა წუბუკიანი როდესაც იყო მინისტრი დაიბარა ეს ადამიანი აუხსნა ელაპარაკა გაერკვა სიტუაციაში მე ეს კაცი დაბრუნდა ეხა ყველაფერს ხო არ იტყვის სამინისტრო ყველაფერს ხო არ იტყვის ხელისუფლება რაზე და ვისთან და რა კონკრეტულ თემაზე ლაპარაკობს ყოველთვის ამ ხალხთან ეხა თქვენ როგორ წარმოგიგენია ნინო სუხიშვილთან მინისტრ არ ექნება კომუნიკაცია თუ რა მაგრამ აქ იცით რაზეა ლაპარაკი აქვს იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეხა ჭოლასთანაც იყო კომუნიკაცია გადადგა და მე ისევ გადმოდგა და დაიწყო მუშაობა იმაში აი მაგალითად დუტა სხირტლაძე ხო გამოვიდა ჯერ ბოდიში და აგინა ამ თავრობას მე დაიბარეს რაღაცა დაელაპარაკდნენ მე ისევ დაბრუნდა იმეჩი ეს ხალხი არის აი მაია ნადირაძემ თქვა ძალიან კარგად ეს ხალხი არის როგორი ადამიანები იცი ყოველთვის არიან მას უყურებენ სადღაც რაღაცა თანამდებობა თუ რამე დაკარგვის საფრთხე არის გადახტებიან მეორე იმაში აი ამ ინტელიგენციამ მოიცა შევარდნაძე არ ელაპარაკებოდა ინტელიგენციას გეკითხებით შევარდნაძე არ ქონდა კონტაქტი აი ინტელიგენციასთან რომელმა ინტელიგენციამაც შევარდნაძე გაყიდა ხო ელაპარაკებოდა შევარდნაძე და რატო გაყიდა შევარდნაძე ინტელიგენცია არც ერთი ადამიანი არ მოუღია ხმა იმ ვარდების რევოლუცია რო ხდებოდა ყველა შეიპარა და შეჯვრა ერთნაყუშ და პირიქით აი ეს ხალხი ეხლა ვინც ეხლა აქტიურობს აი ეს ჭოლა ეს სუხიშვილი ესენი გამოდიოდნენ მაშინაც და ეს ლანა ღოღობერიძეები და აი მაშინაც ეს ხალხი აქტიურობდა სააკაშვილის მხარდასაჭერად რო იცოდეთ და იგივე საკეთებენ ამა ტრადიციის სახე მიიღო ესენი მე ჩემი აზრით არიან ქვეყნის მოღალატეები რატო იცი ეხლა მე ვიღაცა ბოდიში და რომელიღაცა ანსამბლი რომელიმაც საქართველოში არავინ არ იცნობს იმის ხელმძღვანელმა რო გააკეთოს განცხადება რომ აი ეს მომავალი თაობა იჩაგრება კაციშვილი არ მიაქცევს ამას ყურადღებას შენ რო ნინო სუხიშვილი ხარ შენ რო გასტროლებით მთელი სოფლიო გაქვს მოვლილი შენ რო ამას ამ გინდა რომელიღაცა სპორტსმენი ხარ რომელსაც მაგალითად მთელი სოფლიო შენ რო ამ განცხადებას აკეთებ ხო ეს არის გადამდები იმიტომ რომ შენმა ამ განცხადებამ შეიძლება ის ახალგაზრდა რომელიც პოლიტიკაში საერთოდ არ არის ჩახედული მივიდეს იქ და იქ აქციაზე დადგეს ამიტომ ეს რო ეხლა არ არის კომუნიკაცია კი შეიძლება უფრო მეტი უნდა იყოს კომუნიკაცია ეხლა ვერ ხვდება ეს ხალი რომ მოიცა რა კომუნიკაცია ჭირდება ნინო სუხიშვილის თვალები დაბრმავებული აქვს რომ ვერ
ვერ ხედავს რომ პოლიციას იმებს ესვრიან რომ დამწვარია რომ მივიდა იქ რუსთაველზე და რომ დადგა იქ ვერ დაინახა პარლამენტის შენობა დამწვარი რო არის ხეები გაჩეხილია დანგრეულია გაცამტვერებულია ყველაფერი მოიცა ეს და პოლიციამ თურმე ამაზე პასუხი არ უნდა აგოს აგებინოს ამ ადამიანებს ამაზეა ცოტა გაურკვევლობა და ეს ეხლა ეს ადამიანები ეხლა მამა აბრამის ბატკნებად რო წარმოვაჩინოთ ჩვენ რო აიცით რა არის ამათ ეხლა არიციან ამათან კომუნიკაცია არ არის მე ვერ დაგეთახმებით მაგაში ბატონო ლევან რომ ძალიან მშვენივრად იციან რა ხდება და ძალიან მშვენ პრივილეგიებით სარგებლობენ და ყველაფერი და სისხლში რო იხჩობოდა ქვეყანა ესენი ხმა არ ამოუღიათ მაშინ იყვნენ გასუსულები მიშასთან ერთად და მიშასთან ზოგი საწოლში გორაობდა და ზოგიერთი კიდე ბოდიში და რასაკეთებდა კაცმა არ იცის როგორ შენ თუ შოთა არველაძე დემეტრაძე დაიჭირეს კაცი არაფრის გამო ფეხბურთელი და კახიკალაძე გამოვიდა ერთადერთი და ისა ყაველაშვილი დაუდგა გვერდში დემეტრაძე და რა თქვა იცით ამა გამოვიდა არველაძე აი თუ სამართალიო კანონმა უნდა იზეიმოსო და რაღაცაო და ამ დროს უკანონოდ იყო დაჭერილი ის კაცი ის დემეტრაძე რა თავისი თანაგუნდელი არ დაუცვია პროფესიულად რომ მიუდგეთ რა და ამიტომ ეხლა რა თუნდა ამას ქვეყანას რა რომელ მომავალ თაობაზე ლაპარაკობთ რა ქვეყანა გადაწვეს გადაბუგეს რა კაი არ მოგწონს ეს თავრობა პარლამენტის შენობას რატო ანგრევ ამსხევ ჩვენ სააკაშვილი რო არ მოგწონდა ერთი შუშა არ ჩაგვიტეხია ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ლამის ხიდან ხო ამაზეა ლაპარაკი რომ კაი არ გინდა ეს ხელი ნუ გინდა მაგრამ ამ მეთოდებს ესე იგი შენ ამბობ რომ ვინც ანგრევს ამსხევს ანადგურებს მიდით მიაწექით კიდე უფრო დაანგრიეთო ამაზეა საუბარი აი რომ ჩემთვის ესენი არიან მიუღებლები შვილმა თქვა იგა აბა რა თქვა აგერ არ უნდა გაჩერდოსო კაცო ეს თაობა არ უნდა გაჩერდო აბა ეს არ არის ნათქვამი არ უნდა გაჩერდეს რას ნიშნავს უფრო მეტი დაანგრიონ თორე ახალგაზრდობის წინააღმდეგი ხო არა ვარ ჩვენ და ის კომუნიკაციაც კიდე იყო მუდმივად იუსტიციის მინისტრი ეს წულუკიანი ეკონტაქტებოდა იყო ეხლა კი ხისტი ქალბატონია ეს და რაღაცა ცოტა შეიძლება რაღაცა კაცრად მოძდის ხოლმე მაგრამ ყოველ შემთხვევაში კომუნიკაცია ყოველთვის იყო მათთან ხო არ ვიცი პრივილეგიებით სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის რა სახელმწიფო ანსამბლეა სუხიშვილი კერძო ანსამბლე ხო არ არის არა და სახელმწიფოს უტეხავენ სახელს ამ განცხადებით იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ამაზეა საუბარი ეხლა მე რო თქვენთან მე არც მე მაქვს რო ჩვენ გვინდა რომ აი საზოგადოებას უთხრათ რომ მე ბევრამეში გეთახმები მაგრამ ამაში ვერ დაგეთახმებით რომ ახლა ეს ინფორმირებული არ არის ეს ხალხი და ამიტომ აკეთებს ეგეთ განცხადებს არ ვიცი მე ესეთი აზრი მიჩნდება მე პირდაპირ გეტყვით ჩემი ან თქვენი დათანხმებაში საერთოდ საქმე არა ჩვენ საზოგადოება გვიყურებს ბატონო ლევან საზოგადოებამ უნდა გააკეთოს რაზე დასკვნა მე გეტყვით ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა ეგ არის პრობლემა თორე ჩვენ ვიღაცას გავკიცხავთ თუ არა და ჩვენზეც ბევრი რამეა დამოკიდებული თქვენ სიტყვაზეც ბევრია და ჩემ სიტყვაზეც გეტყვით სხვანაირად უყურებ იმიტომ რომ მე ვხედავ ამაში მაშინაც დაწყებული ძველი პერიოდი გავიხსენოთ თუ გინდათ გამსახურდიას დროს როცა ყველა ერთად ყველამ ეროვნული ხელისუფლება იქნა არჩეული მერე უკვე წითელი დაარქვეს ხო წითელმა ინტელიგენცია შეუტია ეროვნულ ხელისუფლებას ხო იყო ეს ფაქტი ისინი ეძახდნენ წითელი ინტელიგენცია ესენი აძახდნენ რომ ეს არის რეჟიმი იყო ეს ხო მიზეზი გაარკვევინემ რატო იყო მიახლოებით იგივე თემები გადმოსულია ჩვენი საზოგადოება ვერ განიკურნა აი ამგვარი პრობლემისგან და ყველას აწყობს აი ამ სიტუაციაში ჩვენი საზოგადოების ყოლა პოლარიზება გაკეთებულია პოლარიზება რო არის გაკეთებული ჩვენი გაკეთებული კი ყო მაშინაც გარედან იყო შემოტანილი ეს პოლარიზება მაშინ აი სრულად ახალი სახელმწიფო გამოვაცხად სახელმწიფო არ იყო გამოცხადდა მარტო მაშინაც პოლარიზება შემოტანილი იყო გარედან ეხლაც გარედან არის შემოტანილი ეს პოლარიზება მე ამას ვიძახი და აქედან გამომდინარე ეს რო არ იყოს ვინ ემუშაო ისინი რო გვიტევენ ისინი რო მუშაობენ აფინანსებენ და ამას ქმნიან საზოგადოება აზრს რომ საზოგადოება სახელმწიფოს ებრძოლოს ეს აქ ჩადებული თავში და ვინ შეებრძოლა ამას რა გავაკეთეთ ჩვენ ლაპარაკობთ და საუბრობთ თქვენ შეგიძლია თქვენი აზრი მიაწოდოთ აი თქვენს მაგალითად გამომწერებს მსმენელებს მე შემიძლია ჩემს საახლობ აიყურე მსმენელები გამომწერები რომლებიც YouTube-ზე თქვენ გიყურებენ თქვენს ანალიტიკას ბევრი ხარდამჭერი ყავს და ეს ძალიან კარგი არის მე ვინც მიყურებს Facebook-ზე ჩემი საახლობ რო წრე ვიღაცასთან ამას რო უკვე ჩვენ ხო უნდა უთხრათ რაშია გამოსავალი გამიგეთ ამიტომ ამაზეა ლაპარაკი ჩვენ ერთმანეთს მე სხვანაირად მინდა ეს დაგანახოთ ეს გავიგე სავსებით როგორი რა იმაში კი არ არის რომ აი ის სახელმწიფო ზებრძვის და რაღაც სახელმწიფოს რეალურად ვინც ებრძვის
იმათ მიმართ უნდა მე განხორციელდეს გეთახმ ბატონო ლევან ეს არის შემოგზა პირდაპირ გეტყვით როდი იქ არის ამ მიტინგებზე აგენტურა მუშაობს რომელ საერთაშორისო ვინ ზის სად არის ეს ინფორმაცია ვინ შემოვიდა ვინ აფინანსებს თანხებისაც წავიდა აი მთელი სისტემა რომელიც შარშან ის ჩაატარეს გამოცდა შარშან იყო მათი ის აი გამოცდა რა უნდა მომხდარიყო აი ის რომ დაწვეს ის მაშინ ხო და გახსოვთ პირველად იყო საქართველოში არავის არ დაუნგრევია მაღაზიები კოქტეილი არავის არ უსვრია ჩვენ მე მახსოვს ჩემი სტუდენტობის დროს კოქტეილების მომზადება სტუდენტები ვიყავით რისთვის იმიტომ რუსის ტანკისთვის უნდა გვესწრო აქ სახელმწიფოს ესვრია ანუ ეს გარედან და მე შედანოცილო ამიტომ მაგას ვლაპარაკო ამ ნინოს სუხიშვილი ამის განზოგადება არ შეიძლება რა რატო ვიძახი არის აი ის რომელიც სპეციალურად მომზადებულია დაქირავებული ხელფას გადახდილი და ეს სახელმწიფოს როებზის ერთი ძო ეს არის ის ადამიანები მე ჩემი აზრია ეს არის პოლარიზებაში მოყოლილი ჯგუფები რომელთან მიმართებაში ნაკლებად ვიმუშავეთ სულ ყველა. არა მარტო მე და ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი ეკისრება ამ თვალსაზრისით. რა უნდა ემუშა, აი ხა ბატონო ლევან, იცით რა არის? ეხლა მე გეთანხმებით იმაში, რომ კი ბატონო და მაგაზეც ვსაუბრობ, რომ მართლა პრობლემა, ეს რატოა ჩვენი საუბარი? მართლა პრობლემა. არა, მე ერთ რამეს გეტყვით, მე გეთანხმებით იმაში და მე მაგი თქვენ რო ლაპარაკობ, მაგას ლაპარაკობ ყოველ დღე, რომ ეს ვიღაცები ჩაბუდებული რო არიან ეს სახელმწიფო სტრუქტურებში, ის ხალხი, რომლებიც იქ არ უნდა იყვნენ, უნდა გათავისუფლდნენ და ამას ჩვენ ყოველ დღე ვაწყდებით. ეს სწორია. ისიც სწორია, რომ მეტი კომუნიკაცია, მაგრამ კარგით რა, ეხლა რა არის, ვერ გავ თქვენ თვითონაც თქვით, ეხლა იმ რუსის ტანკს თუ ესროდი, ეხლა ვერ გავიგე ესეც რუსის ის არის, რა ქვია, ქალაქი თბილისი, რომ ესრი ვერ უნდა და აი რა ინფორმირებულობა უნდა ამას, ეხლა კაი ხელისუფლებამ თუ ამ დღეს არ დაგიბარა, შენ ნინო სუხიშვილი, შენ მაგალითად დუტა, შენ ჭოლა, როგორ ეუნები ამ ლაპარაკობ იმას, რომ ეს არის წინვალი ახალგაზრდები, ვინც რუსთაველზე დგანან, რომლებმაც გადაწვეს ყველაფერი. აი, რამდენად შეიძლება ჩემამდე არ დადის ეს ყველაფერი. და მე ის რომ კიდე, იცით რა არის? ეს აი რაღაცნაირად სულ ყოველთვის როგორ არასწორ პოზიციაზე დგას ეს ინტელიგენცია კიდე. და გამსახურდია სწორედაც, იცით რომ ეძახდა იმათ, რომ წითელი მართლა წითელი ინტელიგენცია, ხა ლანა გოგობერიძე, მაშინაც იმ გამსახურდიას წინამდე იყო, დღესაც ამ ხელისუფლების წინა. ის ხალხი, ვინც ის ბუბა კიკაბიძეს ავტომატი ქონდა ხელში მომარჯვებული და მიტინგს ხვრიტავდა იმა დიდუბის მეტროსთან. რაც არ უნდა ხელისუფლებამ შენ არ გელაპარაკოს ავტომატი ხელში როგორ უნდა დაიჭირო, ხალხი როგორ უნდა დახვრიტო. კი, ეხლა ამ ნათქვამია მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ ან არაფერი, ყველთელმა საქართველოს მიცის ეს ყველაფერი, ხო? და ყველა ინტელიგენციის წარმომადგენლები იქ იყვნენ იმელის შენობაში განლაგებული და იმას რა ქვია, ლამის იყო ტყვიებს ესროდნენ თავრობის სასახლე. და რო არავინ არ აგო პასუხი არც მაშინ ესროდნენ ლამის კი არა. ხო, ესროდნენ, ხო და ლამის კი არა ზარბაზანი დადგეს. ესროდნენ, არა, ზოგი ლამი და ზოგი ესროდა. ეხლა ეს ხალხიც კიდე აი როგორ იყო ახლა შევარდნაძე ინტელიგენციას არ ელაპარაკა, აი მე მაგიშვით კითხვა. ეს ხალხი არის გამყიდველი. მე ყველაზე არ ვლაპარაკობ ინტელიგენციის ყველა იმაზე წარმომადგენელზე, ღმერთმა დაგვიპაროს. მაგრამ დიდი ნაწილი ყოველთვის იყო გამყიდველი. ჯუმბერ პატიაშვილი არ სასათმურე პირობებს არ უქმნიდა ამ ინტელიგენციას და რო გაუჭირდა ჯუმბერ პატიაშვილის გვერდში არავინ არ დაუდგა. შევარდნაძეს დაუდგა გვერდში ვინმე, არავინ არ დაუდგა 2003 წელს. დღევანდელი ხელისუფლებაც რა ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა, აი თქვენ რო ლაპარაკობთ, ეხლა ინტელიგენცია გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილი კოდებოდნენ, აი მშიერი კოდებოდნენ. და ეს გამოდის მსახიობი და ჩვენო იმანო იმ დღეს რა ქვია ლეო ანთაძე გამოვიდა კაცო და ისაო ესო მეო ისაო რა ქვია მოგვატყუა ბიძინა რა მოგატყუა მშიერი ცოცხალი არ იქნებოდით ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა ინტელიგენცია ხელოვნება ისტორიკოსები პროფესორები და ეხლა ამით დაუბრუნეს ამ კაცს ესა რომ აგერ ეხლა ადგენენ და იმას დაუჭირეს ხარი ქვეყნის დამბრევებს ამაოხრებლებს ნუ არ ვიცი მე ჩემი აზრია ბატონო ლევან რომ ესენი ეს ხალხი ამ ხალხის იმიტომ ვაკრიტიკებ და ისე ვარ შეურიგებელი რომ ამ ხალხს სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა იმიტომ რომ ეხლა ვიღაცამ რო თქვას ეს რომელიღაცა პარლამენტარმა ისე ეძარა ნინო სუხიშვილი რო ამას იტყვის რა ქვია ნანი ბრეგვაძე რო ამას იტყვის ნანი ბრეგვაძეს რა ქვია ბოდიში და ელცინის კლავებს ვერ მოაცილეს ისა რა ელცინის კლავებში გორაობდა სურათიც არსებობს ამისი ხო და ეხლა რუსეთი არის ცუდი, ხო? გამოვიდა და მეო მონობაში ვიყავ. აი ნანი ბრეგვაძე რო ამას იტყვის, გეკითხები და ნანი ბრეგვაძე მონობაში იყო? ა? თუ რამე პრივილეგიები არსებობს, ნანი ბრეგვაძე მიიღო, თუ მიიღო იმ საბჭოთა კავშირიდან, ხო? ამიტომ ეს ხალხი არის მოღალატე ადამიანები.
და რომლებმაც პასუხი არ აგეს. აი იგივე იმ გადატრიალებაზე რო ჩასმულიყვნენ ეს ხალხი ციხეში, პასუხი რო ეგოთ, ეხა დღეს არ იქნებოდა ის. იგივე შევარდნაძის დროსაც რაც გააკეთეს. შევარდნაძის დროსაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. იმ ინტელიგენციის წარმომადგენლებიც რო დაეჭირათ. ვიღაცას გონია რომ ინტელიგენციის წარმომადგენელი რო ხარ, არ პასუხს არ აგებ და რახა ეხა დაიჭირეს ვიღაცა ჭიჭინაძე, რატო დაიჭირეს? რატო და დასაჭერი იყო რა, რა შუაშია ეხლა. ის ავიღოთ თუნდაც, აი რომანტიზირება რომ მოხდა იმ იმისი, რა ქვია, თვითვრინავის გატაცების ბიჭების. შევიდნენ თვითვრინავში, მე გეგა ყობახიძე ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო, ძალიან კაი ახალგაზრდა და ჩემთვის იყო ძალიან გულდასატკენი. ასეთ რა ვერ გავიგე, ვინმე ძალა დაატანა, რომ თავისუფლად შეეძლოთ გაფრენილიყვნენ იქა, ხო? უცხოეთში. არა, ადამიანს იარაღით შევიდნენ დემონსტრაციულად, უნდათ რომ აი ესე იგი მოეხთინათ ესეთი აქტი, რომ თვითვრინავი გაეტაცებინათ დემონსტრაციულად. და დღეს ეხლა გამოდის ის ქალბატონი დედამისს და ლაპარაკობს, რომ მეო გეგა ყობახიძის დედა ვარო. და გეგა ყობახიძის დედა რო ხარ, მე რა გეგა ყობახიძემ გმირობა ჩაიდინა, მაინტერესებს რომ იქ ადამიანები რო დახოცეს იმ თვითვრინავში, კაცო? და რომანტიზირება გავაკეთეთ, ჯისების თაობა დავარქვი ჩვენი თაობას. აი აქედან მოდის ჩვენი უბედურება, რომ ვინც დამნაშავეა, პასუხი არ აგო და გმირებად შევრაცხეთ ჩვენ, ეს ხალხი. შევიდნენ ადამიანები თავისუფლად შეეძლო გეგა ყობახიძესაც, იმ ადამიანებსაც, რომლებიც იქ იყვნენ, თავისუფლად გაფრენილიყვნენ ნებისმიერ ქვეყანაში, არ იყო პრობლემა. არა, შევიდნენ დემონსტრაციულად დახოცეს ხალხი. და მე თქვენს რომ სპეცნაზმა ცეცხლი გახსნაო თბილისის აეროპორტში. აბა რას გახსნიდა სპეცნაზი? აბა ვერ გავიგე თვითვრინავის გასათავისუფლებლად. აბა იმითი ვარდებით ხوار შევიდოდნენ იმ იმაში, რა ქვია რა, თვითვრინავში. და დღეს გამოდის ეს ქალბატონი მიტინგზე და მეო ჩემი შვილის იმქიდან გამომდინარე თქვენ მოდელი რატო დახვრიტეს? ბიჭო მე არ ვიცი მე რატო დახვრიტეს ეხა მიცით რა არის თვითრინა არა თქვენ მე არ ვიძახი რომ ეხა ყველაფერი იყო იდეალურად ეხა ისე მაგრამ ეხა თქვენ აი რახან კითხვას ასვამთ რომ მოდელი რატო დახვრიტესო თქვენ ქმედება რომელიც ამათმა გააკეთეს ეს სწორი იყო? მოდელზე ვიკითხე. არა, ხო და არა, იცით რატო ამ მოდელზე მეც არ მომწონს და ეს იყო მიუღებელი. მაგრამ ის რომ თვითრინავში შევიდნენ ადამიანები მოდელზე საერთოდ თქვი მე რომ მოდელი სწორად დახვრიტეს მეთქი რახან თქვით ეგა? არა, ხო არ მithქვია მე. არა, ხო, მაგრამ ამ საქმეში შეიძლება სხვა რაღაც დარღვევებიც იყო, მაგრამ მე ვამბობ ის ფაქტი რაც მოხდა, დანაშაულის რომანტიზირება ხო მოხდა ფაქტია რა. ხო მოხდა რომანტიზირება, რომ ეს ბიჭები გამოიყვანეს გმირებად. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც თვითრინავში შედიხარ, მძევლად აკავს ადამიანი, აბა ერთი უამრავი გზავრობს ევროპაში. აბა აგიყვანონ ერთი მძევლად, როგორი ის არის, რა ქვია, სიამოვნება, რომ ვიღაცა იარაღს დაგადებს სულში. არ ვიცი, ნუ ეხა ძალიან გაგვიგზავნა ბატონო ლევან, მოკლედ და არ ვიცი, არის ბევრი თემები, რომლებსაც ჩვენ ადავეთ გითხრათ ერთ რამეზე ბატონო ნიკოლოს, რომ აი თქვენი ის პოზიცია, ჩემი ნათქვამით კიდევ ერთხელ მეტყველებს იმეზე, რომ ეს არის უდიდესი პრობლემა საზოგადოებაში. ეხა ჩვენ ძალიან ისე შევეხეთ და ძალიან საინტერესო იყო თქვენი პოზიცია და მეც ამიტომ სიმართლე გითხრათ, აი გარკვეულად ცოტა შეგნებულათაც მინდოდა, რომ ცოტა ესეთი ტიპის საუბარი ყოფილიყო და გეტყვით რატო. აი ხა ვინც უყურებს ამას დღევანდელი სიტუაცია იმდენად არის ოჯახებში გადასული. ზოგიერთი შვილი მშობელთან ვერ საუბრობს, მშობელი ქმარი ცოლთან, ნათესავი მეზობელთან და ასე შემდეგ. სუფრებზე ხა ხშირად ხო ვიკრიბებით და ხო აი არის პრობლემა. აი ვაკვირდები მაგას, აი უყურეთ ელემენტარული თემების იმდენი ვარიანტის ინტერპრეტაცია არის, რომ შემდგომ ეს აუტანლობაში გადადის. მე სწორედ მინდოდა აი აბსოლუტურად გეთანხმებით, არა აქვს მნიშვნელობა რის მაგალითზე განვიხილავთ ამათ. ცნობილი მოცეკვავის თუ მსახიობის თუ ვიღაცა დაქირავებული, რომელიც მართლა ებრძვის სახელმწიფოს, ხო? პრობლემა გვაქვს ჩვენ საზოგადოებაში პოლარიზაციის დიდი ფესვები არის გადგმული და ამას ჭირდება დიდი ყურადღება, იმიტომ რომ ისეთ ფაზაში შევდივართ ბატონო ნიკოლოს ჩვენი ქვეყანა, რომ ჩვენი სოციუმის ერთიანობა გვჭირდება, საზოგადოების სახელმწიფოს ხარდამჭერი პოზიციის გამაგრება გვჭირდება და აი ეს არის ჩვენი სისუსტე, რითაც შეიძლება, ეს ხო ცნობილი ფრაზაა, შიგნიდან თუ გაგტეხავენო, რითაც შეიძლება ჩვენ შეგვარყიონ, აი სწორედ ამ პოლარიზაციის გაღრმავებით არის. აი ეს სცენარი მუშაობს, მაგრამ მუშაობს ეს სცენარი და ამიტომ ყველას ვალია, მე არ მინდა ხა მშვიდობის ტრედად გამოვიდე, მაგრამ პირად ვალდებულებას მართლა ვგრძნობ, რომ აი ვინც აი
ვერ გიმიტანს მაგალითად და ჩემი პოზიცია მიაჩნია რაღაც აუტანელად, ხო? აი იმასაც კი დაველაპარაკო, იმიტომ რომ სახელმწიფოს მიმართ შემოვატრიალოთ ეს ხალხი. კი ბატონო. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, საინტერესო იყო ბატონო ლევან. ჩვენ არ ვართ ეხლა ადამიანები, რომელსაც ყველაფერზე შეიძლება ერთი აზრი გქონდეს. ჩვენ შორის კამათი, იმიტომ რომ კამათი შობს ჭეშმარიტებას. ზოგჯერ მეც შეიძლება ისე ვფიქრობ და ასე ვფიქრობ, მაგრამ ბატონო ლევან მე აი მაგით ის ინფორმირებულობაზე რო თქვა წესით, აი თქვენნაირი ადამიანები უნდა მიიწვიონ სახელმწიფო არხებზე, იმ სამთავრობო არხებზე, რომლებიც რეალურად ვითომ ის არის კერძო, მაგრამ სამთავრობო არხებია, ჩვენ კარგად ვიცით. ხო და აი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, რომ მეტი იქნება, მე საზოგადოებას ბევრ რამეს გაიგებს და უფრო, მაგრამ პრინციპში ახლა თეთრზე თეთრი რომ არის და შავზე რომ შავი უწოდოთ, ეგ უკვე მაგას ბევრი კომუნიკაციაც არ ჭირდება, იმიტომ რომ რაც ხადია, ის ადამიანი უნდა მიხვდეს იმას. ლევან მამალაძე იყო სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა ბატონო ლევან მობრძანებისათვის და ამით ჩვენ დაგემშვიდობებით, ძვირფას ტელემოყურებლებო, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.